1991 წლის 31 მარტს საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ამავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. როგორ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა? რა როლი ითამაშა საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტში სახელწოდებით როგორ და რატომ. დღეს ჩვენი სტუმარია ანალიტიკოსი ბატონი ირაკლი მელაშვილი, ხოლო პოდკასტს წავიყვან მე, ერეკლი შუბითიძე, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს დირექტორი. ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube და სხვა სოციალური მედიის გვერდები და ასევე გთხოვთ ქვემოთ კომენტარებში მიუთითოთ თუ რა თემაზე ისურვებდით, რომ გავაკეთოთ შემდეგი გადაცემა და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით მოწვევისაც მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გველის წინ. ჩემთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენი თაობა პრაქტიკულად ამ პროცესებიდან რამდენიმე წელში დაიბადა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ მახსენდება, რომ სკოლაში ძირფესვიანად შეგვესწავლა ეს თემა. ამიტომ ძალიან ერთ მხრივ ძალიან საინტერესო და ასევე ამოუცნობი, ცოტა უცნობი თემა არის და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შევქმნათ გარკვეული კონტექსტი, ანუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა ქვეყნები ფიქრობდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე, რა ხდებოდა ამ მიმართულებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში და განსაკუთრებით საქართველოში. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის. 1996 წელი იყო, როდესაც ახალმა ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის, რომელიც ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო ვიდრე ის ხალხი, ვინც მანამდე მართავდა ქვეყანას, ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო, რომელიც ვერ დადიოდნენ უბრალოდ და მართავდნენ დედამიწის ერთმეექვსეც და ფლობდნენ ყველაზე დიდ ატომურ შეიარაღებას, სინამდვილეში ვითარება ისეთი იყო, რომ ყველა გრძნობდა, რომ ცვლილებების აუცილებლობა მოდიოდა. 1996 წელს გამოცხადდა ეგრეთ წოდებული კურსი პერესტროიკაზე. პერესტროიკა გლასნის საჯაროობა და გარდაქმნა, როგორც თარგმნეთ ქართულად. და ბევრს მიაჩნდა, რომ ეს იყო გზა, მოსკოვში ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გზა, რომელიც უფრო დემოკრატიულს გახდიდა საბჭოთა კავშირს, უფრო ეფექტურს გახდიდა ეკონომიკას, იმიტომ რომ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი იყო და ეს იყო მიზეზი ერთ-ერთი, რამაც რეფორმები დააწყებინათ, იმიტომ რომ ის მოდელი ეკონომიკური მართვისა, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში, უბრალოდ აღარ მუშაობდა. და დიდი ქალაქების გარდა ყველგან ძალიან დიდი გაჭირვება იყო საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის პირველადი მოხმარების საგნების. აქედან გამომდინარე, საბჭოთა ხელმძღვანელობამ დაიწყო ეს რეფორმირება და ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით, მაგრამ უყურებდით იმას, რომ მაინც და მაინც რაღაცა გეგმა, კაფეო ჩამოყალიბებული გეგმა ამ რეფორმირების არ არსებობდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საბჭოთა კავშირში მთელი რიგი მეცნიერებები, განსაკუთრებით სოციალური მეცნიერებები იყო აკრძალული, რატომ არ ვიცი, რატომ არ შედიოდა მარქსიზმ-ლენინიზმში, მაგალითად არ ჟღერებოდა მარქსიზმ-ლენინიზმის სოციოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელიც სწავლობდა საზოგადოების განწყობებს, ჩემს გაუგებარია, არავითარ არ მისაუბრე ამაზე, მაგრამ ეს იყო ფაქტი. და ძალიან ბევრი რაღაცის კვლევა საზოგადოებრივი განწყობის უბრალოდ არ ხდებოდა. ძირითადად დამოკიდებული იყვნენ ამ საკითხში კომპარტიის ხელმძღვანელობები, უშიშროების ორგანოებზე, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციებზე, ძალოვანი სტრუქტურების მიწოდებული ინფორმაციებზე და ხშირ შემთხვევაში მით უმეტეს, როდესაც არის ავტორიტარული სისტემა, იყო ეს სერიოზული პრობლემა, რომ ყველა დონეზე ინფორმაცია იფილტრებოდა, ანუ ქვევიდან ზევით რაღაცას კითხვაზე პასუხს რო აგზავნდნენ, ის ვინც ამას წერდა, ცდილობდა, რომ ისეთი რამე არ დაეწერა, რომ მისთვის პასუხი არ მოითხოვოთ, რამე არ დაევალებინათ. შესაბამისად, როდესაც ქვევიდან ზევით ინფორმაცია ადიოდა, ის ადიოდა ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად დამახინჯებული. ასე თვითონ საბჭოთა ხელმძღვანელობაც, რომ საბჭოთა კავშირის რეფორმირების პროცესი ეს უბრალოდ იქნებოდა
ვაშაურაში ჩაივლიდა და ყველა მხარს დაუჭერდა, იმიტომ რომ საზოგადოებაში იყო ეს განწყობა ცვლილებებისათვის. მაგრამ როგორც ჩანს, თვითონაც არ ესმოდათ, რომ საბჭოთა კავშირი თავად იმპერია იყო. ანუ იმდენად იყვნენ ეს მარქსის-ლენინიზმში პროლეტარული ინტერნაციონალიზმის იდეით გაჟღერებული, რომ ნაციონალური საკითხი ჩვენთან არ არსებობს, რომ ის ადამიანები, ვიღაცა ერთეულები, რომლებიც დარბიან და რომელსაც დისიდენტებს ეძახიან, ესენი მართლა არიან რაღაც საზოგადოებისგან გარიყული ფენა, რომელსაც ადამიანები, რომელსაც არანაირი მხარდაჭერა არა აქვს და ამიტომ მთელი ეს რისკები ვერ იქნა დათვლილი, მიუხედავად იმისა, რომ ამისი ნიშნები არსებობდა, ხო? საბჭოთა კავშირი იყო 5 რესპუბლიკისგან შედგებოდა და 3 რესპუბლიკას, მაგალითად ბალტიისპირეთის 3 რესპუბლიკას, ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას არ ცნობდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. მათ ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნდათ ემიგრაციაში ყოფნი მთავრობების ლეგაციები გააჩნდათ ევროპის ქვეყნებში. და ეს მოცემულობა არსებობდა ისევე როგორც არსებობდა დისიდენტური მოძრაობები ბევრ რესპუბლიკაში, ყველა ძლიერად თქონდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, შემდეგ იყო უკრაინა, რომელიც ასევე ძლიერი იყო, მაგრამ იქაც ძალიან ძლიერი იყო, უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანა იყო, ხო, 50 მილიონიანი ქვეყანა იყო და ეხლა იქ რამდენიმე ასეულ კაცს სერიოზულად არ უყურებდნენ. იყო საქართველოშიც, სომხეთშიც და ეს იყო ძირითადი დასაყრდენი, თავისთავად რუსეთში იყო და მოძრაობები, დისიდენტური მოძრაობები, მათ სხვა ამოცანები ჰქონდათ, ამაზე ქვემოთ ვიტყვით მერე. და როდესაც დაიწყო ეს პერესტროიკის პერიოდი, მე მახსოვს სტუდენტი ვიყავით და უკვე მოდიოდა ინფორმაცია, რომ ბალტიისპირეთში რაღაცა ხდება. ბალტიისპირეთში რაღაცა ხდება, დისიდენტურ ჯგუფების გაერთიანება მოხდა, დამოუკიდებლობის საკითხი გააყენეს, სამოქალაქო მოძრაობები დაიწყო. ეს რომელი წელი არის? 87 უკვე. 87-ის დასაწყისში ეს უკვე აშკარად ხდება, რომ იქ რაღაც პროცესებია, სახალხო ფრონტები იქნება, სახალხო ფრონტების, რომელსაც ქმნიან ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები, ანუ ეგრეთ წოდებული ძირძველი ტიტულური მოსახლეობა და ამის საწინააღმდეგოდ იქ იწყება ინტერფრონტების შექმნა, ანუ რუსულენოვანი მოსახლეობა, რომლის უკანას დგას, თქვათ, უფრო საკავშირო ხელისუფლება და ცენტრალური ძალები, რომლებიც ცდილობენ დატოვებას, ისინი ქმნიან ინტერფრონტებს და უკვე მოდის ეს ინფორმაციები იქ სიმღერის დიდ ფესტივალზე ესტონეთში, როგორ აფრიალებენ უკვე ამ თავიანთ დროშებს, სამფეროვან დროშებს და უკვე იწყება დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. პირველი ისეთი სერიოზული ნიშანი არის, რომ ესტონეთში, სადაც ჯერ კიდე ძველი არჩეული ორგანოები არის, პერესტროიკამდე არჩეული ორგანოები, ესე თოფის გავარდნასავით არის, პრემიერი ხავდათ მანდ დირექტორმა, მე შევხვდი ესტონეთში ვიზიტის დროს. ის ჯერ იღებს სახელმწიფო პროგრამას ესტონეთის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე გადასვლის შესახებ და შემდეგ 18 ნოემბერს 1988 წლის ესტონეთი საერთოდ იღებს კანონს ესტონეთის სუვერენიტეტის შესახებ. ეს არ არის დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაგრამ ესტონელებმა გამოაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე ესტონური კანონები სარგებლობენ უპირატესობებით და საკავშირო კანონები, რომ მთელი ქონება, მიწაწყალი, ყველაფერი, რაც არის ესტონეთის ტერიტორიაზე, წიაღისეული, ეს ყველაფერი არის ესტონური ხალხის საკუთრება. ეს იყო შოკი. უკვე საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ. ნაბიჯი პირველი რაც გადადგეს, თქვენს რომ ხო რაღაცა პრობლემები როგორც ჩანს არსებობს და ვიწყებთ ახალი სამოქალაქო ხელშეკრულების შედგენას. და გორბაჩოვმა გააკეთა კომუნისტებს მოსულა, გააკეთა პირველი უმაღლესი ვერხოვნაია კომისია და ამ ხელშეკრულების მომზადების. ოღონდ მაშინ ვინ მონაწილეობს, რა მონაწილეობს, ჯერ არ არის გაცხადებული. ამ დროს იწყება მოძრაობა ლიტვაშიც, ესტონეთშიც, უკრაინაშიც მიტინგებია, საქართველოშიც დაიწყო, სომხეთში სხვა სიტუაცია, ყარაბაღის თემა, იქნება იქ არმიანსკი აფშინაც სომხეთის საერთო ეროვნული მოძრაობა, რომელიც იქ ყარაბაღის რაღაც აკეთებს, ანუ თუ ამ რესპუბლიკებში უფრო მიდიოდა, ასე ვთქვათ, მიმართულება იქითკენ, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ყოფილიყო აქ უფრო აი აზერბაიჯანთან ტერიტორიულ პრეტენზიებზე, მაგრამ ფაქტია, რომ იქაც დიდი გამოსვლებია, დარბევები მოხდა
და უკვე რამდენიმე ადგილას არის ცდილობები, რომ ეს სახალხო მოძრაობები ჩაახშონ, მათ შორის საქართველოშიც ხო, საქართველოში ეს ყველაფერი დაიწყო დავით გარეჯის საკითხით, იმიტომ რომ იქ იყო სამხედრო ბაზა. და შემდეგ იყო უკვე მიტინგები უნივერსიტეტში, პირველი მცდელობები, რომ ძალისმიერი მეთოდით ეს ჩაეხშოს, დაგვარბიეს, წევეს, დაგვაკავეს, მერე ამას გაბრაზება მოყვა ხალხის, უფრო მეტი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რომ წავიდა ეს პროცესი საქართველოშიც, მაგრამ ბალტიისპირელები ბევრად წინ არიან, ისინი პირველი ატარებენ არჩევნებს, სადაც კომუნისტები მარცხდებიან სამივეგან. მაგრამ ეს რომელ წელს ეს 90-ია. მაგრამ საინტერესო რამეები ხდება 99 წელს, იქ პირველ მდივნებად ინიშნებიან ხალხი, გარბუნოვი ლატვიაში, ბრაზაუსკასი ლიტვაში, ესტონეთის აბატიეთ აღარ მახსოვს, რომლებიც ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგავენ თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისას. პირველი ასე ნაბიჯი იყო, რომ გამოყვეს საკუთარი კომპარტიები, საკავშირო კომპარტია და დააფუძნეს ლიტვის დამოუკიდებელი კომპარტია და დაიწყეს მთელი რიგი კანონების მიღება, რომელიც მათი აზრით უზრუნველყოფდა მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. მოსკოვი ამას ყველაფერს ძალიან არეულ-დარეულად უყურებს, შეუთვალეს, რომ უკან უნდა გაეწვიათ ეს კანონები, მათ არ გაიწვიეს, მაგრამ ნაბიჯებს ვერ დგავს, იმიტომ რომ მეორე მხრივ აშკარად იკვეთება დასავლეთიდან ერთი პროცესი. ბალტიისპირელ მოძრაობებს აქვთ ღია მხარდაჭერა, ანუ ბალტიისპირელები ითვლებიან დემოკრატიისათვის და თავისუფლებების მებრძოლება, დანარჩენი რესპუბლიკების მიმართ სხვა დამოკიდებულება არის. იყო ეს განპირობებული თვითონ წინააღმდეგობის პროცესის შინაარსობრივი ნაწილით, თუ უბრალოდ დამოკიდებულება იყო დასავლეთის მხრიდან, ესე ზოგადი და ზედაპირული? მოდი ესე ვთქვათ, ბალტიისპირეთს ჰქონდა სხვა იურიდიული საფუძვლები, ბალტიისპირეთი განსხვავებით ჩვენ დამოუკიდებლები, როდესაც ვიყავით 18-21 წელში, ჩვენ დამოუკიდებლობა ნაწილობრივ იყო მხოლოდ აღიარებული, ჩვენ ვერ მოვასწარეთ ერთა ლიგის წევრად გახდომა, სხვათა შორის შემოსვლა რუსების იმიტომ მოხდა, რომ უკვე მოგვარებული იყო საკითხი და შემდეგ სხდომაზე ერთა ლიგის საქართველოს უნდა გამختارიყო წევრი, ეს დაახლოებით გაეროს წინსწრები ორგანიზაცია არის, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნების ფასოვანი სახელმწიფოები იყვნენ და ბალტიისპირელების დამოუკიდებლობას და ბალტიისპირელებმა დამოუკიდებლობის იურიდიული საფუძველი შექმნეს იმით, რომ მათ მიიღეს მათ გამოიტანეს მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის გაუქმება, ანუ ეს დოკუმენტი გამოიტანეს სტალინსა და ჰიტლერს შორის გარიგება, რომელთაც გაიყო პოლონეთი და ბალტიისპირეთი და მათ გვესწრობს სწორედ ამური დიქტატორული რეჟიმის შეთანხმების შედეგად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვა. ახლა იქ სხვა პერიპეტიებიც იყო, იმიტომ რომ იქ ბალტიისპირეთის მაშინდელმა მთავრობებმა ვერ გამოიჩინეს მხარ და კიდევ ბევრი რაღაცა იყო, მაგრამ ფაქტი ეს იყო, რომ ეს მოლოტოვ-რიბენტროპის აქტი არსებობდა, ბალტიისპირეთმა მიმართა, სამივე რესპუბლიკამ მიმართა საკავშირო მთავრობას, რომ ეღიარებინა ეს აქტი. ძალიან უცნაური პოზიცია დაიჭირა მაშინ გარბაჩოვმა, რომ ჯერ თქვა, რომ აქტი არ არსებობდა აქტი და ყველა მიზრა გამოქვეყნებულიც იყო ეს ტექსტები, მე რაღაცა კომისია შექმნეს ამისი შესწავლის, მე ვითომ ვერ მიაგნეს ამ დოკუმენტს და ну აი რაღაცა ძალიან დიდი საბავშვო ბაღი ითამაშეს და ამა პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა. საბოლოო ჯამში, როდესაც საბჭოთა კავშირში ჩატარდა ეს პირველი არჩევნები, საკავშირო დეპუტატობა არჩეს, დაახლოებით სადღაც აი ამ რესპუბლიკებიან, მოჯაყე რესპუბლიკებიან, რუსეთის დემოკრატიული მოძრაობიდან სადღაც 20% იყვნენ ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები, მაგრამ ეს ხალხი იყო ბუნებით პოლიტიკოსი და ამათ წინააღმდეგ ვინც იყვნენ ის რაიკომის მდივნები, რომლებიც არჩევნებს. ისინი პოლიტიკის გაგნებაში არ იყვნენ, ისინი არასდროს არ იყვნენ შეჩვეული საჯარო პოლიტიკას, საჯაროობას, ისინი იყვნენ შეჩვეული, რომ რას ზურძანებენ, ის უნდა გააკეთონ. ამიტომ ეს 20% ბევრად აქტიური იყო, ვიდრე ის 80% და ასე ვთქვათ, პარადი მიყავდა იმ ყრილობაზე. იმიტომ რომ ესენი გამოდიოდნენ სიტყვით, ესენი ამბობდნენ ბრალდებებს, ლაპარაკობდნენ სიმართლეს, იმ სიმართლეს, რისი მოსმენაც ხალხს უნდოდა და პირველი საკავშირო ყრილობა რომ გაიმართა, მთელი საბჭოთა კავშირი ტელევიზორთან იყო მიმჯდარი, რომ რა იქნება. და ეგ დაინახეს ეს უამრავი სიმართლე, სახაროვი გამოვიდა, ის გამოვიდა, ლეგენდარული სახელები იყო დისიდენტების, ხო? და ამ პროცესმა ღვევის პროცესი, აი ამ მდგომარეობამ ღვევის პროცესი დააჩქარა, ანუ
ყველამ დაინახა, რომ საკავშირო ხელისუფლებამ არ იცის როგორ უპასუხოს ვალდეისპირელებს. ჩვენ ჯერ კიდე ბოდიში და ჭურში ვზივართ, აქ შიგდით გვაქვს ერთმანეთში საქმეების გარჩევა, ჩვენი ცეკა განსხვავებით ვალდეისპირელებისაგან უკიდურესად საბჭოთა კონსერვატულია და სათავეში არიან ხალხი, რომელსაც დიალოგის სიტყვის გაგონებაც არ სურს. ჩვენ ჩამორჩებით პროცესებს, მაგრამ ეს ჩამორჩენა ჩვენთან იწევს რადიკალიზაციას. თუ იქ მოძრაობის სათავეში ბალტიისპირეთში მოდიან ინტელიგენცია, ტექნიკურის და შემოქმედებითიც ისინი დგებიან დამოუკიდებლობის ბრძოლის სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ არიან დისიდენტები, რომელსაც 20-25 წელი და 30-ია გატარებული საბჭოთა ციხეებში, მერე გავიცანი ეს ხალხი. და ისინი ძალიან რადიკალები არიან, მაგრამ ეს ხალხი ამ დამოუკიდებლობის მოძრაობას უდგას სათავეში ინტელიგენცია. საქართველოში რა ხდება? ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, როდესაც შეიქმნა პირველი ორგანიზაცია იყო, რომელსაც საჯაროდ გამოცხადდა და ჩვენი ინტელიგენცია იქ არ გაერთიანდა, შეიქმნა რუსთაველის საზოგადოება, რომელიც იყო ცეკას პროექტი და იქ გაერთიანდა. ყველა საპირწონედ შეიქმნა და მახსოვს ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნდა წერილები შოთა რუსთაველის საზოგადოების. მერე კი ბრძოლა წავიდა და შოთა რუსთაველის საზოგადოების სათავეში მოხდა აკაკი ბაქრაძის გაყვანა, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ ჩვენი ელიტა განსხვავებით ბალტიისპირული ელიტებისაგან უფრო ხელისუფლებასთან კარგად ყოფნას ამჯობინებდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას არ ჯეროდათ. მე მახსოვს წერილები, რომლებიც ქვეყნდებოდა ძალიან ცნობილი ადამიანები. ერთ წამი არ მეპარება მე მათ პატრიოტიზმში ეს რომ ეს ქვეყანა უყვარდათ, მაგრამ არ ჯეროდათ რომ დამოუკიდებლობა იყო წარმოუდგენელი მოვლენა. წარმოუდგენელ მოვლენად მიაჩნდათ. ამ დროს ახლა ერთიანი ქვეყანა არის და თავისუფლად გადავაადგილდებით და მე უმიწია რამდენჯერმე ჩასვლა ბალტიისპირეთში ხალხის გაცნობა, დისიდენტებიდან დაწყებული საიუდის იყო ლიტვასთან ყველაზე ახლოს ჰქონდა ურთიერთობები, რატომაც თავიდანვე ესე წავიდა. და უყურებ, რომ თვისებრივად აბსოლუტურად განსხვავებული არის იქაური ელიტის დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობისადმი, ვიდრე ჩვენი. ეხლა ამას თავისი ბუნებრივი მიზეზები აქვს. ლიტვაში ვინც გამოვიდა ამ დამოუკიდებლობის ლოზუნგით, ისინი იყვნენ შვილები იმ ხალხის და ზოგიერთი თავად იყო ცოცხალი, რომ ესაც ლიტვა, ლატვია, ესტონეთი დამოუკიდებლები იყვნენ. მე სრული შოკი მქონდა, როდესაც ესტონეთში ჩავედი, პარლამენტში ვართ მისულები, ჩვენ ქუჩის ოპოზიცია ვართ რა, არაფორმალური ზოგადად. იქ ნასტოვები ყავდა და მე ვთხარი, აი თქვენი ყველაზე ესეთი ლიდერი გამაცანით, ვინც აი ამ მოძრაობას სათავეში უდგას და იყო ესეთი დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე და ვიწყებთ ინტერვიუს აღებას მისგან. ბიოგრაფია მეთქი. ესტონეთის კომპარტიის მეორე მდივანი, ესტონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. გავთიშე ეს და ამას ვეკითხები, კაცო, ვისთან ვლაპარაკებ? მეთქი, ეგ არისო. ეგ არისო 40 წლების ბოლოს ეს კაცი, ვინც სათავეში უდგას ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისიდენტია, ის იყო კომპარტიის მეორე მდივანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრი და ასე შემდეგ და მის გვერდზე იდგა ესტონური პარტნომენკლატურის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც წავიდა დისიდენტებად, ანუ გადადგნენ, თქვეს რომ არა საბჭოთა კავშირის დამოუკიდებლობა გვინდა საქართველოში იმრომ წარმოიდგინოს რომ პატიაშვილი ჩავგივანიეს ხალხი ამას გააკეთა და სულ წარმოუდგენელობა ხო მე ვიყავ ამითი აბსოლუტურ შოკში მერე ვნახე ლატვიაში ესტონეთში ლიტვაშიც ხო ბრაზაუსკასი გავიცანით პირველი მდივანი რომელიც აბსოლუტურად ღიად საბჭოთა კავშირის პერიოდია კომუნისტური პარტიის ხო ნომენკლატურა ხო რესპუბლიკის პირველი აბსოლუტურად ღიად ლაპარაკობდნენ დამოუკიდებლობაზე აბსოლუტურად ღიად ლაპარაკობენ იმ გზებზე როგორ უნდა იქნეს მიღწევა. საქართველოში ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამე 88-ში, 99-ში ჩაკეტილი მედია სტუდენტებს გვიწევს აქციების ჩატარება, რომ რაღაცა გავაძვრინოთ ინფორმაცია პირველ რიგში და ჩავსულებით, აი აქციიდან ჩავსულვართ ხოლმე და დამუხრები ვართ რომ მოგადგებით, რომ აი ეს ტექსტი გაუშვით რა, პატარა რა. თუ არაფერი არ გადის, აი აბსოლუტურად ერთი რამე არის, ქუჩაში რაც ხდებოდა საზოგადოებაში, მეორე ჩართავ ტელევიზორს და არის ბრეჟნევის პერიოდი. ასე ვცხოვრობდით რა. ვერაფერს ვერ ვაგებინებდით, ვერ დისიდენტები, ვერ სტუდენტობაში უკვე დიდი მოძრაობა არის.
პატიაშვილი მოვიდა უნივერსიტეტში ძალიან მძიმე დახვედრა, ძალიან მძიმე შეხვედრა ჰქონდა სტუდენტებთან. ფაქტურად ბუნტი მოხდა დარბაზში. პრეს-კლუბი, ჩვენს ყველანი, ასე ძალიან აგრესიულად ვიყავით განწყობილი, რომ გვატყუებდნენ აი დავით გარეჯის საკითხი, დამოუკიდებლობა დავით გარეჯის საკითხი. შეგიძლია ხმა მოიღო არა? დავით გარეჯის კონკრეტულად რა თემა იყო? დავით გარეჯის გვერდზე იყო სამხედრო პოლიგონი, საიდანაც რუსები ისროდნენ და ზიანდებოდა ძეგლი. ანუ ეს არ იყო რაღაცა ესეთი სტრატეგიული საკითხი, მაგრამ არც ის მგონია, რომ გარბაჩოვის პირობებში რომ საკითხი დაეყენებინათ, რომ პოლიგონი გადაიტანოს, კაცრად დაეყენებინა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, რომ აი კულტურული ძეგლია და ძალიან დიდი მნიშვნელობის, ხო? კავკასიური ქრისტიანობისათვის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობა. ამასაც მე მგონი ვერ ახერხებდნენ, იმიტომ რომ როდესაც ვითარებები გამწვავდა და მე მოხდა 18 თებერვალს დარბევა მოხდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირი დაარბიეს და მე ამან გამოიწვია 25 თებერვალს ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა წკიბზე გადავრჩით რომ არაფერი არ მოხდა იმიტომ რომ მერვე პოლკი გამოიყვანეს ქუჩაში მასობრივი დაჭერები იყო მთელი დღის განმავლობაში და ცემატყება მაგრამ რაც უფრო მეტ შობოდან უფრო მეტად ემატებოდა ხალხი რა და ნუ საღამოს მიშვა რომ მიგდონო ყველა უნდა გამოიშვათ იმიტომ რომ აი მართლა შეიძლება უმართავი პროცესი წასულიყო და ამის შემდეგ 1 მარტს უცნაური სიტუაცია იყო პრორექტორს ველაპარაკებოდი უნივერსიტეტში მოვიდა გადავიგრიხეს ხელები მიყავ სამი ყავართ პირველ თავდა წამოვიდა შეხვედრაზე ჩვენ ნორმალურები თუ გასვითხარით და წამოვალ ეს პრორექტორის გაგიჟდა ვახტანგ გოგოძე რა საკეთებთ მთელი უნივერსიტეტი გინდა გადარიოთო ახლა ბავშვებს ასე იჭერთ შეხვედრა ეს ასაყურათო კეთკად მოგიყვანთ ხო და მძიმე შეხვედრა იყო პატიაშვილთან კაბინეტში იმიტომ რომ რატომ რას ელოდა არ ვიცი ვერ ხვდები დაასრეს ეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირი რომელიც ეს სისულელე გააკეთა მაშინ 18-ში აი მე რაფკოსტავას რო ხელი გაარტყეს და ბუნებრივია რომ შევეით ეს ხალხი რომ დავინახეთ სიტუაცია დაიცამა ბოლოს მივიდა ჭუბამდე მივიდა, იმიტომ რომ ისინი გამოწვევად იქცეოდა რაღაცა ეთქვა მანდატი გააძრო და ჯუმბერი ლიჩის ყველა გადაწყვეტილებას ვეყოდა. აი უყურებდი, ნუ აი მონები რა. და შეხვედრის თემა რა იყო? შეხვედრის თემა თითქოს იმიტომ რომ პატიაშვილს აი დაძაბულობა მოიხდა, დაძაბულობის მოხდა, მაგრამ ვარესი მოხდა იქ. თედო იყო ისაკადე დათო იყო ტურაშვილი მე გიზო მამალაძე რამდენი გიო თაბიც, ამდენიმე კაცი ვიყავით. და თან აშკარად პატიაშვილსაც შევატყო რომ აი ამ თავისიანების დანახვა იმ როლში რა როლშიც იყვნენ რაღაც ამ მანდატების ფრიალი წითელი მომდობს აი ზან ამაზენი იყო რა ეს ყველაფერი მის თანაშემწეში იქა ჯერ ახალ ჩუბამდე და გაწესა და ამ დროს ჩვენი სათქმელი პატიაშვილისადმი არის რომ დაიწყე დიალოგი ოპოზიციასთან დაიწყე დიალოგი დისიდენტებთან ვეუბნებით რომ ნახებალდისპირეთში როგორ არის ერთობლივად მუშაობენ იქაც კომუნისტები არიან თქვენს კომუნალ ნახეს სხვა რამე ხდება აი აფერს ვერ ვაგებინებთ აი არა პიროვნულ აი ჩვენთან ეს ძალიან ხშირად არის პოლიტიკაში პიროვნულამდე იყო რაღაცები დაყვანილი რა აი მას აი თბილისი ქალაქიდან რაღაცა ვეუბნებით რა ქალაქიდან რა დროს ეგ არის ნახე რა ხდება შანსი ჩდება რა დამოუკიდებლობა არის და არ ესმოდა და ნუ აი ესეთი ვითარება არის ამ ბალტიისპირელები წყნარად მიდიან ლიტვა არის პირველი 91-ში 11 მარტს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა პარალელურად თბილისში არის შეკრებილი მთელი ეროვნული მოძრაობა ფილარმონიაში ყველანი ქავარ სტუდენტებიც არა სტუდენტებიც და გაცხადებენ რომ ესე იგი ლიტვის გზა არის მოღალატეობრივი გზა ამაზე გავგიშდი გადავირე მეორე დროს გავფრინდი ვილნიუსში ნახე ჩავფრინდი რა ხდება შევხვდით პარლამენტში ვიღაცებს ზველნაცნობას ეს წელიწადში უნდა გამართულიყო ჰელსინკი 2 შეხვედრა პარიზის დეკლარაცია სადაც მიიღეს აი რომელმაც საბოლოოდ დაადგინა ეს ევროპის უსაფრთხოების რა ხდება და ზიან და მუშაობენ როგორ იყვნენ წარმოდგენილი და ლიტვის სახელით ამ პარიზის ერთ წელიწადში უნდა იყვნენ და გზებს იმაშვებიან რა როგორ შეძვრენ როგორ გამოდრენ იქისთან ლობირება ვისამის ხალხს აქვს დაკავებული აქ გვაქვს საგიჟეთი
მოღალატეობრივი გზა არის, ეს არ არის სწორი გზა დამოუკიდებლობის მიღწევას, რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობ. მოკლედ. ასეთი იყო მდგომარეობა. მაინტერესებს, აი თქვენი მონაყოლიდან როგორც შთაბეჭდილებამ რჩება, გარკვეული ტიპის კოორდინაცია იყო ამ დამოუკიდებლობის მოძრაობებს შორის, რესპუბლიკებს შორის თუ არ იყო? სამი რესპუბლიკა ძალიან მჭიდროდ კოორდინირებდა ერთმანეთს, ეს სამი ბალტიისპირეთის რესპუბლიკები. მათ 99 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის ხელმოწერის წლის თავზე გააკეთეს ეს ცნობილი აქცია, როდესაც სამივე რესპუბლიკაში ეს გადამულად ჯაჭვი გააკეთეს, ჩვენც ვიყავით ჩასულები და მიგვიწვიეს იქ და რიგაში დაგვაყენეს ლენინის ჯგლისენ, ჩვენო სტალინის ვეჭხვებითო თქვენო ლენინისო და აგერ დავზეკითო დავიდეკით იმ ჯაჭვში და მარშები გავაკეთეთ ქართული დროშები და რაღაცეები, ძალიან კარგად დაგვხვდნენ და კონფერენციაც იყო. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სენატორები შემოუშვეს და დამოუკიდებლობის საკითხებზე კონფერენცია იყო, მაგრამ იყო ერთი დიდი ნიუანსი, ანუ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ყოველთვის განცალკევებულად იდგნენ ამ პროცესში. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოები, ვინაიდან ჩვენ გვქონდა აღიარება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ლეგაციები, ჩვენ არა ვართ აღიარებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ჩვენი სტატუსი განსხვავებულია. საერთო განცხადებების გაკეთებაც კი ჭირდა ხოლმე იმის გამო, რომ მათ პირდაპირ მითითება ჰქონდათ დასავლეთიდან, რომ აი თქვენზე როგორც თქვენ განცალკევებულად უნდა იყოს, თქვენზე ჩვენ ცალკე ლაპარაკი გვექნება საბჭოთა ხელმძღვანელობასთან. აი ჩვენ უკვე ჩვენ დამოუკიდებლობის სხვა პროცესი ნიშნავდა. სხვა პროცესი ნიშნავდა და ისინი ძალიან კოორდინირებულები იყვნენ, ყველაფერს ერთობლივად აკეთებდნენ. ყველა ინიციატივა აბსოლუტურად ერთობლივი ჰქონდათ. ჩვენთან ჰქონდათ კავშირები. გამოაგზავნეს აქ ქალბატონი ინგუნა ებენე, ძალიან კარგი ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და სწორედ მისი ამოცანა იყო გარკვეული კოორდინაციის დამყარება ბალტიისპირეთის მოძრაობებსა და ჩვენ შორის და საკმაოდ კარგად გაართვა თავი და ბევრი საქმე გააკეთა ჩვენ სასარგებლოდ. სამწუხაროდ არაფრით ქართულოს მადლობა არ გადაგვიხდია სხვათა შორის მისთვის. და ჩვენც ხშირად ჩავდიოდით, შეხვედრებიც ჰქონდა, ვესაუბრებოდით რაღაცა, მაგრამ ეს იყო აი ბარიერი. ბარიერი იყო ჩვენსა და მათ შორის და ეს იყო მათი სტატუსი. და ჩვენ ეს გვესმოდა, რომ ახლა ჩვენც რო ყოფილიყავით მათ ადგილზე, ზუსტად ისეთივე მოუქცეოდით, იმიტომ რომ ეს იყო დამოუკიდებლობის საკითხში ვის რა, ასე ვთქვათ, ჯოკერი ეჭირა ხელში, ეს იყო მათი ჯოკერი. ჩვენ ჯოკერი მერე ჩდება, ეს არის რეფერენდუმი სწორედ. ჩვენი ჯოკერი ჩვენ ერთ-ერთი ჯოკერი გქონდა და დასავლურ მედიაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებდნენ ამ აბსოლუტურად. ბალტიისპირელების მოძრაობა ეს იყო მოძრაობა დემოკრატიისათვის, თავისუფლებისათვის, რუსი დისიდენტების მოძრაობა და რუსული დემოკრატიული მოძრაობა ეს იყო დემოკრატიისათვის მოძრაობა, დანარჩენ რესპუბლიკებში მოძრაობა ეს იყო ნაციონალისტები. ჩვენ ვიყავით ნაციონალისტები, ყველა. ამას ეხმარებოდა საბჭოთა კავშირის პროპაგანდა თუ ბუნებრივად მოხდა რა? არა, ბევრი რაღაცა ემთხვეოდა, ჯერ ისე დასავლეთი არ იყო საბჭოთა კავშირის დაშლისათვის მზად. ის ღაპრები, რომ მათ დაშალეს, ეს არის ტყუილი. საქართველოს პირველი დელეგაცია რო ჩავიდა რეფერენდუმის შემდეგ, უზენაეს საბჭოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თანამდებობით ვიცი, რომ CIA-ის სადაზვერვო სამართლის წარმომადგენლები მაღალჩინოსები ჩვენებს ეკითხებოდნენ, საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ესენი უბრალოდ ჭვაკი მისთვის ჩამოვედი. აკი გაქვეყნო. არ იყვნენ მზად. ამიტომ ბალტიისპირეთის მოძრაობებს ჰქონდა დიდი ლობი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, სადაც ბევრი ცხოვრობდნენ და იყო ეს ლეგაციები, ანუ დიპლომატიური წარმომადგენლობები, მთავრობების. და ისინი აქტიურად მუშაობდნენ და ეს თემა იყო, რომელიც ყველა იცოდა. რომ ეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები აი ამ ჰიტლერის და სტალინის გარიგების შედეგად უკან იქნენ დაპყრობილები და დამოუკიდებლობა წაართვეს. ეს ჩვენი დამოუკიდებლობა 18-21 წელს საქართველოში არ გვახსოვდა და ახლა რო გითხრათ, რომ იქ პოლიტიკოსებს იცოდნენ და ახსოვდნენ და საქართველოსაც იყო ბევრმა იცოდა და ახსოვდა, არა. მე შეხვედრილი ვარ ამ პერიოდში მოსკოვში შევხვდი ერთ-ერთ ძალიან მაღალი რანგის
პარლამენტა ის დამოუკიდებლად კონყო არ გადაირეთყო თქვენ და საჯობი გვახსნევთ ეგ დამოუკიდებლობაც იყო მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იყო დომინანტური მეორე მხრივ ჩვენ გვქონდა დასამტკიცებელი ჩვენ მართლა დამოუკიდებლობისას ვიწვევთ საბჭოთა კავშირის მთელი პროპაგანდა იყო მიმართული იმის განსაკუთრებით საქართველოს მიმართ რომ ჩვენ დამოუკიდებლობისათვის კი არ ვიწვით ჩვენ ვიწვით ეთნიკური უმცირესობების დასაჩაქრად ამას ახლა ჩვენი შეცდომებით უწყობდა ხელს რა თქმა უნდა და არც თუ ისე ჭკვიანური განცხადებები ბევრი ლიდერის მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო არანაირ წყვილს არ ერიდებოდნენ ამ საქმეში ყველაზე ისეთი არის რაც ხდებოდა ყველა ნათელი მაგალითი რაც ხდებოდა მოქალაქეობის კანონთან დაკავშირებით ბალტიისპირეთის სამეფო რესპუბლიკა მოქალაქეობის კანონი მიიღო ცენზის შემოღებით ანუ არა ლიტველი არა ლატვიელი არა ესტონელი ვინც ცხოვრობდა იმას რაღაც 10 წლიანი ცენზი დაუწეს ზენის ცოდნა რაღაც ანუ შეწყდები და აწესეს რა მოქალაქეობას და დღესაც 35 წელი გავიდა და იქ მაცხოვრებლები რომელიც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ნაწილი მოქალაქეობა დღესაც არ აძლევენ საქართველოსზე იყო ატეხილი ამბავი რომ გამსახურდია იღებს კანონს რომელთაც აუგზავნოს უმცირესობებს ეთნიკურ უმცირესობებს მოქალაქეობას ამიტომ მივიღეთ ყველაზე დემოკრატიული კანონი ნულოვანი ვარიანტი ეგრევე არანაირი შეზღუდვა არ ქონდა დაწესებული მოსკოვსკია ნოვოსტი გადავშალე მეორე დღეს მოსკოვსკია ნოვოსტი იყო ყველაზე გაყიდვადი გაზეთი ქვეყნის გარეთ, რომელთაც ინფორმაციას ახლა მაშინ ინტერნეტი არ არის,აფერი არ არის, ჩვენ ინფორმირება რო დაურეკო ვიღაცა ჟურნალისტს საზღვარგარეთ, მოსკოვის გავლით უნდა გავაკეთო, მოსკოვში უნდა დარეკო, მოსკოვში უნდა გადარეკო. ანუ ინფორმაციის საშუალებებში ძალიან შეზღუდვა აქ ჟურნალისტები არ არის. ანუ სოფლიო ჩვენ აგება ამბებს ხო დიპლომატიური წარმომადგენლობები არ აქვს. სოფლიო ჩვენ ამბებს იღებს საკავშირო და რუსული მედია საშუალებებიდან. და დემოკრატიული ჭალებში მოძრაობების. მოსკოვსკია ნოვოსტი რომელიც ყველაზე ისეთი ეგორი აკოვლევი უდგას სათავეში ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული როგორც ეძახდნენ სამი ინფორმირებული ჩილოვეკ საერთო საიუზი. შავი თეთრ ყულს აკვეთებს უზარმაზარ სტატიას ქართულმა ნაციონალისტებმა როგორ მიიღეს კანონი რომელთაც აუგზალეს ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოს მოქალაქეობა. არაფერი არ ჭრის. ანუ როგორც ჩანს პოლიტიკური მიმართულება იყო ეს არის პოლიტიკური მიმართულება რომ საქართველოს ეს უნდა იყოს ნაციონალისტები ეგეო ეხება უკრაინელებსაც ხოთა შორის იქ საკმაოდ ძლიერი მოძრაობა რუხი შეიქმნა ჩერნოვილი იყო ლევკო ლუკიანენკო ეს დიდი დისიდენტები უკრაინის იქაც იგივე ხდება დაწოლა არის იმაზე რომ ყველა ის მოძრაობა რომელიც ბალტიისპირეთის გარდა სხვა რესპუბლიკებში ეს არის ნაციონალისტური მოძრაობები რომლებიც 60 არის დაჩაგრონ ასე ვთქვათ არატიტულური ნაციის წარმომადგენლები შტაბის ტილება რჩება რომ საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად მზად იყო დაეთმო ბალტიის ქვეყნები ოღონდ შეენარჩუნებინა დანარჩენი რესპუბლიკები. თავიდან არა ალბათ, მაგრამ გარკვეული პროცესების შემდეგ ხო ბოლოსკენ ესეც მოხდა, ხო, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს ფირმანი თავისუფლების გამოუწერეს 2 სექტემბერს 91 წლის მოსკოვში ფედერაციის საბჭოს ხომაზე გარბაჩოვმა მოაწერა ხელი და გადასცა ეს ფირმანი. საქართველოს საკითხი იყო გახილვის თემაში. იქაო რაღაცაოს საკითხი გვაქვს ტელევიზორი ჩართეს და აქ 2 სექტემბერი მიდიოდა მათკაბუთკი 100 კაციანი მიტინგი დავარბიეთ იმაზე. სროლა მოყვამას. და ამ იმით გადაიწია ჩვენი თემების განხილვა. და დაიწყო მე რაც დაიწყო, მაგრამ ეს ბალტიისპირეთის თემა რა თქმა უნდა იყო გამოყოფილი, იმიტომ რომ ყველა შეხვედრაზე რომელიც ტარდებოდა მაშინ რეიგანი, მერე ბუში, გარბაჩოვთან, ამ თემას ამ ფორმით თუ იმ ფორმით რაღაცნაირად ეხებოდნენ. ჩვენ ამის შესახებ ვიყავით რადიო ხმებისგან რომელიც ამერიკის ხმა, თავისუფალი ევროპა რომლებიც უკვე აღარ იხშობოდა და ამის მოსმენებს აღარ იჭერდნენ. კიდევ ერთხელ ვიფიქრე, არც ინტერნეტი გვაქვს, არც არაფერი ვართ ამ გაზეთებზე, რომელიც საქართველოში ჯერ კიდე თავიდან ბოლომდე
კომპარტიას ხელშია, ტელევიზიაც ასევე ერთ-ერთ აქციაზე რო ჩავედით და მოვითხოვეთ ინფორმაციის გაშვება, რომ აი ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები რაღაცას აპირებდნენ, შევხვდა მე და ჩემი მეგობარს ოფიციალურად შევხვდა ტელევიზიის დირექტორის მოადგილე და გითხრა, რომ ეს არ არის ხალხის ტელევიზია, ეს არის კომპარტიის ცეკას ტელევიზია. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც კომპარტიის ცეკა გვიბრძანებს. 7 წლის წინ ეს იქნებოდა გასაგები, მაგრამ 99 წელს ეს იყო საშინელი ანაქრონიზმი იმის ფონზე, რაც ხდებოდა რუსულ მედიაში, სკლადი გაკეთდა საკავშირო ტელევიზიაზე, ანუ იქ მთელი მოსკოვში საოცარი მედია იყო და საოცრად გაიხსნა ინფორმაცია, აგანოკი, ჟურნალები გამოდის, პოლიტიკური უამრავი რამე იბეჭდება იმაზე თუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში, რეპრესიები, ის რა შეცდომები დაუშვირა, ღია მსჯელობა მიდის ბევრ რამეზე. საქართველოში ვართ, ბრეჟნევშინა გვაქვს რა. 9 აპრილამდე და ეს გახდა ძალიან დიდი უკმაყოფილების მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ამას ყველაფერს უყურებდით, ხო, ის რუსული საკავშირო გაზეთები ჩამოდიოდა, აციაობა იყო რუსულ გაზეთებს. არგუმენტი, ფაქტი, მოსკოვსკია ნოვოსტი, მერე ნიზავისი მაგაზეთთან გამოვიდა კიდე სხვები. და იზვესია, სანამ იზვესიას ერთ-ერთი ხელმძღვანელი კაცო მამალაძე იყო ქართველი, ტემურ სტეპანოვი მამალაძე. ძალიან ნიჭიერი კაცი და ვიცოდით ყველაფერი რაც ხდებოდა და საქართველოში გაუვალი ციხესიმაგრე იყო რა. აი ჩაკეტილი ყველაფერი, სრული ცენზურა, სრული კონტროლი და ეს იწვევდა და იწვევდა ამ აღშფოთებას. მივედით ამ აღშფოთებით ბოლო-ბოლო 9 აპრილამდე, იმიტომ რომ იქაც ახლა 9 აპრილს რა ხდება, ხო? 18 მარტს იკრიფებიან აფხაზები ნილხში, 99 წლის 18 ამაც იმაღებენ ამ ანტიკართულ წერილს. ძალიან მაგრა ორგანიზებული შეხედა 30,000 კაცი ჩაიყვანეს, საბჭოთა კავშირი ესე მარტივად არ არის ეს. სახელმწიფოს მხრიდან იყო დაგეგმილი. რა დაგეგმილი. თქმა უნდა, ეგრევე გამოჩნდა რომ სახელმწიფოს მხრიდან არის დაგეგმილი. ტარდება მიტინგები სოხუმში, ლესელიძეში იყო, გალში იყო, რამდენიმე შეტაკება მოხდა. მსხვერპლი იყო შეტაკება? არა, ჯერ არა, მე ხდება ეს 12 ივნისს. და თბილისში სტუდენტებიც რო ვიკრიფებით და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს რო ხვდებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი მკაფიო პოზიცია, რომ რაღაცას გვიმზადებენ ეთნიკურ ნიადაგზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ეს აფხაზების საწინააღმდეგო აქციების, მასობრივი აქციების დაწყება, იმიტომ რომ ხაფანგში გვაბავენ. ეს იმ ვაკუუმის ფონზე რაც იყო ქვეყანაში იმ პერიოდში ინფორმაციის მხრიდან მაქვს თვალსაზრისიდან ვამბობ. თქვენამდე როგორ მოდიოდა ეს ინფორმაცია? თქვენ როგორ იგებდეთ? აფხაზების წერილი გამოაქვეყნეს საბჭოთა აფხაზეთში, სავეტსკაია აფხაზია იყო გაზეთი, ეს წერილი გამოაქვეყნეს. ისიც კომპარტიის ორგანო იყო. და სწორედ ამას ვეუბნებით, რომ კომპარტიის სურვილი რომ თქვენ ცოდნოდათ ეს. ყველა ცოდნოდა რა თქმა უნდა. ანუ პირდაპირ მიდიოდა ინფორმაციის გავრცელება, რამასაც ჩვენსა და აფხაზებს შორის შედაგება უნდა გამოსულა, რა თქმა უნდა, ამას ავრცელებდნენ კომუნისტები და მაგას ვუხსნიდით ჩვენ, რომ ვეუბნებოდით სტუდენტები ბევრი, რომ ეს ხდება, ეს არის ამოცანა. რომ ჩვენ დამოუკიდებლობის მიმავალი გზიდან გადაგვიყვანონ ახლა ჩვენ და აფხაზები და ჩვენ და ოსები ვიჩხუბოთ ერთად. ოსების საერთოდ საკითხი მაშინ არ იდგა, საერთოდ არც ველოდით არანაირ პრობლემას მე ხდება ეს ამბავი. და მოკლედ ეროვნული მოძრაობის ლიდერები ჩადიან სოხუმიდან მიტინგები გადმოაქვთ თბილისში, მოდიან უნივერსიტეტში ხვდებით მე და თეთო ისაკა და შევხვდით თუ არ მახსოვს მერაბს. კოსტავას და უთხარით რომ ჩვენ გავალთ იმ შემთხვევაში აქციებზე თუ იქნება დამოუკიდებლობის მაგრამ რომ აფხაზური მოთხოვნები ჩვენ არ გავალთ იმიტომ რომ ხაფანგი. მერაბი დაგვეთანხმა და ზვიადთან წავიდა, ზვიადი უნდა ენახა და ჩვენც ვემზადებით უკვე რომ საღამოს ყოთვის ასე ვთქვათ პირველი დიდი შეკრება გავმართოთ, წერეთელი დაჭდა. იქ რა ქვია ერთი კვირის წინ ქონდა პარტია გამოცხადებული და დაიწყეს შიმშილობა მთავრობის ახლან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. საღამოს იმართება სამედიცინო ინსტიტუტში ღამეს 10 საათზე შევიკრიფეთ 4 უმაღლესი სასწავლებელი უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიტექნიკური და მაშინ პედაგოგიური იყო სულხან-საბა პუშკინი ერქვა მაშინ პუშკინის და ლიდერები ეროვნული მოძრაობის იქნება სახელმწიფო კომიტეტი ძალიან მკაფიოდ კეთდება განცხადება რომ ერთ-ერთი მოთხოვნა არის დამოუკიდებლობა და ყველანაირი პლაკატი უნდა გაქრეს და ყველანაირი ლოზუნგი ამ აფხაზების თემაზე, იმიტომ რომ მიტინგები არ არის ადგილი, სადაც
იქ იყო იდეა, რომ აი ჩვენი და აფხაზების მეგობრობის და რაღაცა მიტინგებზე ეგეთი რამეები არ წყდება რა. სიტუაცია მძიმეა, მათთან დასალაპარაკებელია, მაგრამ მიტინგით არა რა, იმიტომ რომ მიტინგი დაპირისპირებაა რა მაინც. 4 საღამოს იცვლება 5 დილიდან ვიწყებთ. ხო გააწყვეტილება იყო მიღებული გაფიცვები დაგვეწყო, დილით გავდივართ 6 თუ 7 საათზე. კიროვის ქარხანა იყო მეტროდიდუბესთან და იქიდან იწყებოდა ეს ქარხნების რიგი. რამდენიმე სტუდენტი, მერაბი, ზვიადი, კიდევ ბევრი სხვა ლიდერი და ქარხანა გაჩერდა. აი მახსოვს კარებები იყებოდა, ხალხი გვეუბნებოდა რომ შემოდით და მერე გამოდიოდა და მოყვებოდა და გამოდიოდა. ანუ ქარხანაში მომუშავე ხალხი მონაწილეობდა ამ ყველაფერში. წამოვიდა და იქიდან დიდი მარშით წამოვედით. მთელი დღე არ დიდი მარშით წამოვედით. იმ დღეს იყო ფეხბურთი. აღარ მახსოვს მე კაირას ფულს თამაშობდი. ზვიათა მივედი წავედი ახლა მე ფეხბურთზე მეთქი. ის გაგიშდა. Ablos ფეხბურთია კიდაცვალებს 40,000 კაცი იქნება. იგივე მივხვდა. მიდიოდა მოვალო. ხო, აი ბიჭების იდეა იყო ახალგაზრდების. მივედით იქ დროშებით იმანჩევ, თელი სტადიონი აყვა, კიდე აღარ დაგვიჭირეს იქ მილიცია გოცა რატო გვიჭერთ მეუბნები დროშის საფრიალება სტადიონზე რა არ გინახავთ, რა გინდათ. რაღაცა გაგვანებეს მოკლედ. თავი მაგრამ ხმა გავრცელდა რომ ბავშვები დაიჭირეს მოკლედ. ხო და მივიდნენ და უთხრეს ეს მადოზვიაც და ახლა ის ახლა საოცარი ის იყო რამდენჯერ დაუჭერივა 15 წუთი არ გავიდო და იმ მილიციაში მოდიოდა და აი ერთხელ რაღაც აქციაზე დაიჭერეს თვითონ არ იყო და შევხვდით და ესე ტაქსში ჩაჯდა და მილიციის გაყოფილება იარა რომ ერთი კაცი მაინც არ დარჩენილიყო მიუხედავი და არ გამოიყვანადა და არ იმას ეკნა ეგ იმას ავიტყუნდა განსხვავებით დღევანდელი ლიდერებისგან ხო და მოვიდნენ ხედავს ვიადეს მომესმის მეგაფონში რომ გამოუშვით დაჭერილი ბავშვები ჩემს სახელს ასახელს კაცო იქავარ ვიღაცა მუთხრა მანამდე მეჯგურებოდა მილიცია და მივედი აქავარ კაცო პოთვარი არ დაუჭერი ვარ კაცოხედა ის სახელზე წერა დროს ეგენია წამოვედით ძალიან დიდი კოლონა მუხრანმა ჭავარენ ჩაუდგა სათავეში რომ ძალიან დიდი კოლონა მივიდა უკვე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა სადღაც 30-40,000 კაცი იქნებოდა და ნუ აი აქედან გახურდა ეს აპრილის აქციები. ახლა მე ვკითხულობ მე ვერე 9 აპრილის კომისია შექმნა საქართველოს მთავრობამ უკვე 9 აპრილის მოვლენების შემდეგ კონკრეტულ უნივერსიტეტში შეკრება ჩატარდა უნივერსიტეტში სწავლობდი და რომელ წელს შეიქმნა 9 აპრილის შემდეგ პირველ 99 წელს და მოკლედ იქ უნივერსიტეტის საზოგადოება ვიღაცები მოვიდნენ თამას გამყრელზე მოვიდა ვიღაცები მოვიდნენ და თქვენს უნდა შემოხვიდეთ რა კომისიაში და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამე თქვა არაფრის გამოძიებლები ეგენი არ არიან მეთქი რომ მაინც ბოდიში შემტერეს კომისიაში თუმცა კარგი იყო იმიტომ რომ აბსოლუტურად შოკირებული ვიყავი რაც ხდებოდა 4-5 ერთი არის რაც ქუჩაში ხდება მეორე რასაც შვება რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დეპეშაზე მიდიოდა მოსკოვში ჯარის შემოყვანის მოთხოვნით ჩვენ მხრიდან საგანგებო მდგომარეობა სიტუაცია გადის კონტროლერად სიტუაცია გადიოდა კონტროლერად 14 აპრილს დედაენის დღეს ეგ აქციები დამთავრდებოდა ყველა ვიცოდით არავინ არ მეთქას რომ მე ირაკლი მელაშვილმა იცოდა და კაგებმა არ იცოდა ახლა მაგისი ამჯერა რა გებეშნიკებით იყო სავსე იქაურობა და ნახე ეს გადმოცემით არა დოკუმენტურად ნახე ეს ისინი რა დეპეშები პირდაპირ მოთხოვნა იყო რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა შემოვიღოთ თორე რაღაც ეს ატისხებჭოთა ელემენტები და ესენი და ახალგაზრდები ყავთ აყოლებული ეს ჩვეულებრივი დღესაც იგივე ლექსიკა ხელისუფლების ხოლმე არ ვიცი იქიდან ჩვენ ხელი რაღაც ამ კომისიას ხელი არ მივუძრა შეიძლება მიუწვდომოდა ხელი იქიდან თუ რამე დეპეშა მოდიოდა იმას არ აჩვენებდა ამ კომისიების ამბავი იყო რომ თავი მათ უნდა აერიტებინათ დარტყმა გარბაჩოვს გადატეხილი იყო ეს ყველაფერი სამხედროებს ამისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული ეს სამჩაკის კომისია იქნებოდა ეს კომისია იქნებოდა
6 შუჩი ძალიან დიდი შესტოვები დაუშვეს, ანუ გამოჩნდა სამხედრო ტექნიკა ქალაქში, რაღაც დაძაბა სიტუაცია, შუჩი საერთოდ შუჩი თურვაში დილით საერთოდ მოგვაყენეს რესპუბლიკის მოედანზე სამხედრო ტექნიკა და ახალგაზრდები გადაუდექით წინ. ბეტერები 4 წელი, 2-4 წელი, რამდენიმე წელი ბეტერი მოვიდა, თითქოს უნდა გაევლოთ, ანუ რუსთაველზე მიტინგი მიდის, უნდა გაევლოთ, ხო? ვერტფრენი გადააფრინეს რუსთაველის თავზე. ნუ ძალის დემონსტრირება ხდებოდა. აი, როგორ არ უნდა იცნობდეს საკუთარ ხალხს. რა შედეგი ექნებოდა ახლა. ამასთან მithumetas ცირთად ახალგაზრდები დგავართ ქუჩაში. არა და 6 და 7 ისე არის რომ მინავდა ეს აქციები, როგორც ყოველთვის ხდება იყო პიკი, მერე წამოვიდა ქვევით 3-4-5 კაცი იგრიფებას აღმოვიდა. რვაში ამბობა გამოიწვია, რომ რვაში საღამოს გადაივსო იქაურო. რვაში საღამოსთან უკვე ეს ხმები დადის, რომ რაღაცა იქნება, ის იქნება, ეს იქნება, ის იქნება, ყველა ბევრი ხალხი გამოვიდა. 20-30 კაცი გამოვიდა ქუჩაში. ეხლა დღევანდელი გადასახედიდან ეს 30,000 არაფერი არ არის, მაგრამ მაშინ არ იყო ესე მარტივად სიტუაცია. გამსახურდიან და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ეს კარგად ცხოვრები ქვეყანდა საზოგადოება, რომელიც საკმაოდ მაცხრად იყო, საკმაოდ იყო კორუფციაში ჩაფიქრებულ, გადატეხეს და ნამუზი ააგდეს დამოუკიდებლობის საკითხს. თორე ახლოს ვერ მივარაოდენობით ის ხალხი რაც გამოდიოდა ქუჩაში მაშინ იმასთან რაც დღეს გამოდის. და აი რვაში უკვე გასაგები ხდება და ყველანი ხვდებით საღამოს რაღაცა მოხდება, იმიტომ რომ გავდივართ მანქანებით, მორიგეობით და ვაკვირდებით ამ სამხედროების მოძრაობას, იმას და შემოდიან ახლა ქალაქში უბრალოდ ყوار შემოდიან და ეს არ არის საპოლიციო ნაწილები, ეს არის სამხედროები, ხო? ანუ ინფორმაცია იყო, რომ სამხედროები იყვნენ როგორ რა თქმა უნდა იყო და ვიცოდ სურათებიც იყო გადაღებული. აზიანში იდგნენ ვიცოდით, ეს ლებედის ხალხი ჩამოიყვანეს, მეტისანტეების პოლკი, წერჟინსკის დივიზიაც იყო მგონი ჩამოყვანილი ერთი ასეული, ძირითადად მაგაზე ჰქონდათ აქცენტი. და მაგრამ თელიც ყველა საინტერესო რა არის? 5-ში არც 4-ში იყო მაინც და მაინც ეს ძალიან აქტიურად და 5-ში მთლიანად საერთოდ გაქრა აფხაზეთის თემა მიტინგები. 5, 6, 7, 8 საკავშირო ყველა საკავშირო არხი და ყველა საკავშირო გაზეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში ნაციონალისტები მართავენ მიტინგებს აფხაზების წინააღმდეგ. ეს არის ტრენდი. მთელი ესე იგი საერთაშორისო მედიის და საერთაშორისო საელჩოების დაბომბვა მიდის ამ ინფორმაციით. ეს საელჩოები ყველა მოსკოვში ზის, ეს მედია ყველა მოსკოვში ზის. საქართველოში ვერ ჩამოდიან. შემთხვევაში არ უშვებდნენ იმ დღეებში. საგანგებო სიტუაცია ის არის. ინფორმაციის წყაროებად აქვთ მხოლოდ სახელმწიფო წყაროები, საკავშირო სახელმწიფო წყაროები და მიდის დაბომბვა ამით, რომ თბილისელი ნაციონალისტები, კარგი აფხაზები დახვრეტას ეთხოვენ რა ამას ანგარიშორებას ეთხოვენ და რაღაც აი რომ გადაშალოთ საკავშირო მაშინდელი იმ დღეების პრესა, ნუ გული გაგისკავთ თბილისს სხვა რაღაცა ხდება. ნუ ამისი გარღვევის მცდელობა არის, ნუ ვის დისიდენტებს შეუძლიათ ვისაც კავშირები აქვთ ჟურნალისტებთან, დიპლომატებთან, ამერიკის საელჩოსთან არის რაღაცა კავშირები, ზვიადის, გიაჭანტრესთან, რაღაცეებს ვარღვევთ რა. არ გვაქვს ეროვნული მოძრაობა, რაღაცა პრესცენტრები არის შექმნილი, რაღაცა ინფორმაცია. ყველაზე ცუდია, რომ ასე ვთქვათ, ოფიციალური სახელმწიფო ინტელიგენციას ამ ელიტის ნაწილი არის გაჩუმებული. ანუ ის არ მონაწილეობს ამ ინფორმირების კამპანიაში. ცნობადი სახეები თუ? ხო. ისინი არ მონაწილეობენ ამ საინფორმაციო ომში. მხარეს არც იქ მხარეს არიან, არ ჯოხარეს არიან. ალბათ იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ მათგანმა უცხოელი ჟურნალისტი რო იყო ჩამოსული ვარი უთქნა ინტერვიუს მიცემაზე, მე ამ საკითხებს ვერ დაგელაპარაკებ. და ნუ ამას უყურებთ ახალგაზრდები. არამდენ 22-23 წლის წინ შებს გვაქვს ამას. და ამაზე ძალიან დიდი დაპირისპირება იყო მე აი ამ ხალხთან. იმიტომ რომ მიგვაჩა რომ უყურსად იქცოდნენ. და ეს იყო რეალური პრობლემა იყო. აი განსხვავებით ბალტიისპირელებიდან, სადაც იქ წინა პლანზე იდგნენ სწორედ ასეთი ადამიანები, ხო? ჰანსბერგისი იყო კონსერვატორის
მასწავლებელი პროფესორი გახდა მერე ბოლოში. აფერი გამორჩეული არ იყო ლანდსბერგის სხვადასხვა ძალიან პოპულარული ფიგურა ლიტვაში. ანუ საპრეზიდენტოს ვერ იგებდა ვერასოდეს რომ ქონოდა. მაგრამ ეს ხალხი იყო ვინც ედგა სათავეში და მერე მაქვს ნანახი საიუდისის პირველი ყრილობა ვინ გამოდიოდა იქან. ეს იყო მთელი ელიტა 90% მაინც. მათი ინტელიგენცია ამ პოზიციაზე იდგა. ჩვენთან სამწუხაროდ ესე არ იყო და მოხდა ის რაც 9 აპრილს მოხდა, ხო? მოხდა დარბევა. პირველი დღეები იყო მცდელობა რომ ჩვენთვის დაებრალებინათ. ჩამოდიან აქ შევარდნაძე და რაზუმოვსკი დილით. პატიაშვილი ეძახის რომ უკვე ჩამოსულები იყვნენ და 9 აპრილს აქ იყვნენ, ვერავინ ვერაფერი ვერ დაამტკიცა, პენჭორი დადიოდა მაგ თემაზე სხვადასხვის. 4 კაცი დააპატიმრეს, მერაბი ზვიადი, კიაჭანტურია და ირაკლი წერეთელი. ამბობდნენ რომ აი სტუდენტები ვინც ვიყავით 5 კაცი ვინც ვიყავით საკაფეთო კომიტეტში იმაძეც იყო ასე ვთქვათ სანქციები გაცემული მაგრამ მაგრამ შევარდნაძემ გააჩერო ორ სტუდენტებს ხელი არ ახლობდით უარესი მოხდებაო ანუ საგანგებო მდგომარეობა არის შემოღებული პირველ დღეებზე ძალიან ცუდი ინფორმაციები გადის მოსკოვში ტელეარხებით ამ საქართველოს აქციებზე ისევ საქართველოს ნაციონალისტები რაღაცა და მერე იწყება უკვე აი ამ საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაც დისიდენტები თავის მხრიდან ვინც გარეთ არის დარჩენილი ესტონეთში გოგა ხაინდრავა, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერეძესინ წავიდნენ მოსკოვში და იქ წერალთა კავშირებში პრესკონფერენციები ჩაატარეს რაღაცები, სადაც უცხოელი ჟურნალისტებიც იყვნენ და ცოტა გავეშვით რა, ცოტა გავიდა ინფორმაცია. ოღონდ აი როგორ არის ეს არის პატარა სიო გატანილი აი უზარმაზარ მასივში ინფორმაციის იმის შესახებ, რომ აი ქართველი ნაციონალისტები იქ რაღაცა სისხლის დაღვრა უნდათ და აფხაზების დედისტირება უნდათ. მაშინ ხდება პირველად წავედი მაშინ ესტონეთში დისიდენტების შეკრება იყო და ჩვენი დისიდენტები დაჭერილები იყვნენ ახალგაზრდები ჩავედი და გავიცანი მაშინ მთელი ეს ლეგენდარული ხალხი. იგი მე ვიყავი 24 წელს და ლიტვას დელეგაცია იყო 15 კაციანი ყველაზე ნაკლები 25 წელი ქონდა მოხდილი საბჭოთა ციხეებში ლაგერებში. და რა თქმა უნდა ახლა ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ამ ხალხის გაცნობა და რაღაცა ნუ ესენი ბოლომდე რა თქმა უნდა ჩვენ ხარაზე ხო ყველაფერი ძალიან კარგად ხდებოდნენ ვარანაირ ნაციონალისტურ ლიტველებსაც ასე ვთქვათ აბრალებდნენ ამ ბალტიისპირელებსაც აბრალებდნენ ამ ნაციონალისტს ოღონდ ესენი ის ტიპები იყვნენ რომელიც იძახდნენ რომ უნდა იყოს ნაციონალიზმი იმიტომ რომ ლიტვაში ლატვიაში და ეს ჩამოსახლებულები არიან ჩამოსახლებული რამდენი ნაციონალიზმი სადაც იყო აი საყოფო ცხოვრებო ნაციონალიზმი საშინელი იყო ვალდისპირეთში აი მაღაზიაში რომ ვიდიოდი გაზეთის საკითხად ვეუბნებოდი რუსულად ხომ უნდა მეთქვა ხო ვეუბნებოდი არა მაქვს ხო ვიცოდი რაც უნდა გამოგეთქვა ქართულად შევიგინებოდი ავი откуда მე შემეკითხავდი ის გრუზი ტაგბი сказали და ვერ გაცნო ანუ ახლა რიგაში ძალიან კაი რესტორნები იყო გაყოფილი იყო რესტორნები და კაი რესტორანში შევედი, უნდა გვესადილა არაფერი, მაგრამ მასმიძელი ჩვენი იყო ერთი დისიდენტი და ძალიან გაოცებული მკითხა, რომ იქ რა გინდოდაო და კაი რესტორანი იყო, ხო, მანტო ჩვენ მარტო რუსები დადიან, უთხარი ეგრე რა, გაყოფილი. ხო, და ნუ ესე იყო რა. ანუ იქ ბევრად უფრო რთულად იყო ეს თემა. 9 აპრილის თემას რო დაუბრუნდეთ, ძალიან საინტერესო არის. ესეთ კითხვა გამიჩნდა, რომ თითქოს ძალიან ბევრი მოთამაშე იყო ერთდროულად ჩართული, ძალიან ბევრი პროტესტი, გამოსვლა სხვადასხვა ადგილებში, კოორდინაცია როგორ ხდებოდა იმ პირობებში, რა პირობებშიც იგეგმებოდა ეს ყველაფერი. ყოველ საღამოს 4-დან 9 აპრილამდე უნივერსიტეტის ბაღში იყო შიგნით რო შედიოდი. ძეგლით არწივის ადვოკატს იყო დამდგარი ქვის კამები, იქ ვიკრიფებოდა, იყო კოორდინაცია. ანუ პირადად ხდებოდა. ხო, რა თქმა უნდა, აბა მეტი მობილურები მაშინები იყო და ტელეფონებზე ტერსელაპარაკ არა. ყველაფერი ისმინებოდა. პიროვნული იყო ეს ყველაფერი, სადღაც სახლებში შეკრებები იყო, სადღაც ის მაგრამ საკაფეთო კომიტეტი შეიქმნა, ყოველ საღამოს იქნებოდა მეორე დღის დაგეგმა. სტრატეგიული დაგეგმა ახლა ჩვენი ახალგაზრდების საქმე არ იყო, ამას პრო ლიდერები იმაშებოდნენ და ის კიდე
რაღაცა სხვა თემებზე ლაპარაკი მიდიოდა, ზოგჯერ ესწრებოდით, ზოგჯერ არ ესწრებოდით, მაგრამ პრინციპში სტრატეგიული დაგეგმაც ქართველებს ეგარადაც არ გვიყვარდა, მაინც და მაინც სულ რეაგირების რეჟიმში ვიყავით და აქაც ის იყო, რომ იქ რა იყო მთავარი, რომ აგვეცილებინა შეტაკებები, რაღაცა პროვოკაციები, რომლებიც უკვე ხდებოდა ხო 18 ფებრუარი მომხდარია, როდესაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან დაგვარბიეს მაშინ კონკურსილებმა და ამიტომ ვცდილობდით რომ ესენი აგვერიდებინა თავიდან იყო რამდენიმე ლოკაცია რომელიც ვიცოდით რომ ერთი ლოკაცია იყო უნივერსიტეტის ბაღი ყოველ საღამოს იქ ვიკრიფებოდით დროშებით სახლებით რაღაცა უღეროეთ ვერ მივდიოდით იქ ქვევით ტელევიზიასთან გაჩნდა მე გიაჭანტურიამ და ედეპემ გააკეთა ტელევიზიასთან დასხდნენ ესენი და ეს ორი ლოკაცია იყო ძირითადად ტელევიზია და პარლამენტის შენობას ვეძახით ახლა მაშინ იყო უზენაეს საბჭოს შენობის წინ კიბეებზე ეს იყო ორი ლოკაცია და დანარჩენი ხდებოდა გასვლები თბილისის გარეუბნებში იმიტომ რომ ეს ცენტრი მეტნაკლებად პოლიტიკურად დატვირთული იყო და იქ ხალხს მაინც ეშინოდა სამსახურებიდან წამოვიდნენ მოვიდნენ ამ აქციებზე ტრანსპორტი მაინც ძალიან ცუდად მოდროობდა თან და მაინც ერიდებოდნენ ხოლმე ამიტომ იქ მიდიოდნენ ლიდერები და იქ უტარებდნენ ამ მიტინგებს და უხსნიდნენ რა ხდებოდა და რაღაცა ამჟამად ძალიან საინტერესო იყო პირველი რეაქცია რაც უნდა ყოფილიყო 9-ში დილით გამზადებული ჰქონდათ ყველაფერი რომ შრომით კოლექტივებში უნდა ჩაეტარებინა ჩეკრებები და ეგმოთ ესე იგი ანტისახელმწიფოებრივი საქმე რომ ორში ჩატარდა მერე ნუ ითქვა რომ შევარდნოთ ეს გააჩერეთ იმიტომ რომ ყوارეს გამოიწვევს და გაჩერდა მაგრამ ტელევიზიაში პირველ არს უნდა ქონდეს ეგ პირი ეგ ისა როგორ ჩატარდა ასეთი კრება სადაც დაგმეს ესე გამსახურდიას და კოსტავას ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები და ჩვენი ძვირფასი პარტია და რამე და ლოზუნგების და ყველაფერი გამზადებული ქონდათ რითაც უნდა გამოსულიყვნენ ამ აქციებს მაგრამ მე შეიცვალა ეს ყველაფერი ხო საინტერესო არის 9 აპრილის დარბევა იყო ეს დარბევა თუ სადამსჯელო სამაგალითო ოპერაცია რა თქმა უნდა სადამსჯელო ოპერაცია იყო დარბევას აქ ამოცანა ხო ტერიტორია უნდა გაასუფთავო მოსახლეო მომიტინგეები გავიდნენ და ასე შემდეგ ჩერეს ერთი კაი ბრანსპოიტები არ ქონდათ წყლის შავლე ბოლო ის ხონდათ კაცო სახანძრო მანქანები იყო და ეს ყალო მოგეშვა საკმაოდ ცივეები იყო საკმაოდ კურდუკებში ვიყავთ ფაქტიურად ალყის შემოდგმა მოხდა იმიტომ რომ შემოსვლა მოხდა არა მარტო თავისუფლების მოედნიდან არამედ გვერდითა ქუჩებიდანაც ჩამოვიდა ნაწილები რაღაცა ნაწილი მოსახლეობთან როცა იცი რომ მოშიმშილეები არის და მეხუთე დღეში შიმშილობენ ახლა ხან შესული ხალხიც იყვნენ ახალგაზრდებით უჭირდათ მას არა ოპერაცია როდესაც წავიდა მე რაღაცა მომენტში რუსთაველის კინოს ხარეს აღმოჩნდა კარგად შევხედე როგორ შემოვიდნენ ესე და დაიწყო შიგნით მიწოლა სხვათა შორის კომისიაზე აი საქართველოს კომისიაზე იქ ერთი ქართველი სამხედრო გამოვიდა და ჩვენა გეგმა როგორ ხორციელდებოდა და ის ამტკიცებდა რომ გეგმის მთავარი ნაწილი იყო რომ შიგნით უნდა შეეყარათ ხალხი ანუ უზენაეს საბჭოს შენობის აღების იმიტაცია უნდა მოხდარიყო. მაგრამ იქ მილიცია მივაშკაცა, იმიტომ რომ იქ რომან გვენცაძემდა ჩააყენეს მილიციის კორდონი და დაიწყეს გამოყვანა მოშიმშილეების და არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც იქ მაგ დროს როდიონოვის სხვათა შორის, რომელსაც ყველაფერი დაბრალდა მე როდიონოვი არ არის უმაღლესი თანამდებობის პირი აქ არის ჩამოსული გენერალ-პოლკოვნიკი ზაეცევი თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ის მხატვრის სახლი იყო იქ წინ და იქ შეხვდა თავის ვიღაცებს სამხედროებს და მილიცია არ აშვებოდა ამათ უთხრესანი პროწვივნას ამ ჩვენს წინააღმდეგ არიან და მაგათაც დაწყეს რა და მე მილიციასაც დაწყეს უკვე იმიტომ რომ მილიციამ არ მისცა საშუალება რომ ეს იმიტაცია მომხდარიყო შიგნით შეჭრის მილიციის კორდონები ჩადგა და დაიწყეს ამ ბავშვებს ქართული მილიცია იყო და რუსული ჯარი პრაქტიკულად
არა ის მილიცია თავდაპირველად ჩოხაზე კომუნისტებს ყველაზე წარიყო ახლა უამრავი შემთხვევა როდესაც მიტინგები იყო უნივერსიტეტთან იმასთან ამსვლელობები იყო და მილიციის კორდონები გადაკვეტავდა ხოლმე პირველი შეტაკება ხდებოდა მე აუცილებლად ვიღაცა მოდიოდა და აი ამ ადგილას დაგვარწყვით და გაგატარეთ და გავდიოდით ანუ ერთ კაციან კორდონს აყენებდნენ და ვერ ვიძლებდნენ და გავდიოდით სულ იყო ეს კაპიტანი შვებოდა მაიორი შვებოდა ზოგადად მაგრამ სულ იყო ანუ აშკარად გრძნობდით რომ ახლა ის მილიციელები ხა შოთახინ ჯაგაშვილი კაპიტანი იყო თბილისის ფეხბურთელი მოიყვანეს დინამოს იმაზე ხაცა მიტინგი იყო ტელევიზიასთან ხალხი გაბრაზდა და ეს მდგომარე მთელ საქართველოს რო უყარხარ და ეხლა ფეხბურთელი რო ხარ და შეძრო ლოცულობენ ეს კორდონში რო დახაყენებენ არ იყო პოპულარული ახალგაზრდების დარბევა, საერთაშორისო დარბევა არ ჩვენ პოლიციაში. ახლა გვაკავებდნენ და გვაკავებდნენ რა კანონს ვარღვევდით. კი ვიძახდით რომ არც უნდა საბჭოთან კანონებს, მაგრამ ვარღვევდით ამ კანონებს და გვაკავებდით. მე არ მახსოვს რომ შეურაცხყოფა მოეყენებინო. ისეთები ყოფილა რომ აი დაუსვივართ მილიციის უფროს ოთახში და აბა ბიჭო ერთი რა გინდა და მომიყევი და რეებს ლაპარაკობ და აი დიდი გაწევა გამოწევა ყოფილა კამათის თვალსაჩინო ერთი თავში რა გიდევთ რა დამოუკიდებლობა გენ არ ჭეროდათ ხო ეგეთები ყოფილა მაგრამ აი მე არ მოხსოვს ძალიან ხშირ შეიძლება სადღაც მოხდა 35 წელია გასული და არ მახსოვს ესე იმათ მაგრამ ესე რომ ახალგაზრდებს ინიმეს ვეცემეთ ფიზიკურად ანგარიშგაესო გავსურვებენ ანუ იყო ის ფაქტი მერაბს რო ხელი დაარტყეს ეს თულაბრალდებოდა მომკახაზარადეს სხვა გაწმონდა დღეს არც არის საქართველოს მოქალაქე არც არის ყოფილა არ ცხოვრობს ის კაცი საქართველოში. არ მინდა ახლა გვარების დასახელება, მაგრამ ეს არ იყო ქართული მილიციის გაკეთებული ამბავი კი ეცვათ ფორმა და ისა, მაგრამ სხვა ამბავი იყო და სხვა გეგმების ნაწილი. იყო თუ არა 9 აპრილი თითქოს გარდამტეხი მომენტი საქართველოს ქართველი ადამიანის გონებაში ამ საბჭოთა კავშირის დაკნინების და დამოუკიდებლობის სურვილის გაღვიძების. პირველ 9 აპრილის შემდეგ რაც მოხდა, ყველასთვის გასაგები იყო, რომ აი კომუნისტები საქართველოში აბსოლუტურად დისკრედიტირებული ამბავი იყო. თან მერე ნელ-ნელა მაინც გამოქვეყნდა ის საკავშირო ყრილობაზეც გამოქვეყნდა ის დოკუმენტები, ხო, როდესაც იქ საკავშირო კომისიაც ხო შეიქმნა სოვჩაკის და ახლა იმისი ამოცანა რა იყო, ხო? გადაერჩინა უნდა გარბაჩოვი და პერესტროიშიკები. ამიტომ იმან გააქანა და დააბრალა ყველაფერი პატიაშვილს და სამხედროებს. ახლა მეორე მხარე იყო, ახლა რაც არ უნდა პროპაგანდისტობა უძახოდა საბჭოგი, რა თქმა უნდა პროპაგანდისტი იყო, რა თქმა უნდა პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა საერთოდ არ აინტერესებდა არანაირი სიმართლე, მათი ამოცანა იყო, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელიც შედგებოდა ძველი მარშლებისგან, საბჭოთა მარშლებს კი უნდა ჩამოეშორებინათ. ამისათვის იყო 9 აპრილი და მერე დაჭირდა და მერე მოხდა კიდე ეს რუსეთის შაფრენა თვითმფრინავით, რასაც შეეწირა 40 გენერალი. თანამდებობა 40 გენერალის თანამდებობა ხო და ამათი ამოცანა ეგ იყო რომ დაებრალებინათ ქართულ მხარესათვის და სამხედროებისათვის მაგრამ დოკუმენტები ხო გამოქვეყნდა და ხო ისხდნენ ჩვენებიც და თუ რავი არასწორი იყო რა თქმა არა მოიგეს რატო არ თქვეს რომ ეს ასე არის მალევე გამოქვეყნდა დოკუმენტები რო კომისია შეიქმნა მალევე 9 აპრილის კომისია სადაც მაისში შეიქმნა სხვათა შორის ლიტოლებმა დააყენეს საკითხი კომისიის შექმნას შეიქმნა ორი კომისია ერთი იყო სამხედრო პროკურორის კატუშევი იყო მგონი არა და არ მახსოვს და მეორე იყო კომისია რომელსაც თავიდან სათავეში და ჩადგურობდა ნაზარბაევი ყაზახეთის მომავალი პრეზიდენტი, მაგრამ ის ჭკვიანი კაცი იყო, აროდოდა შარში გახო და იმისთან რაღაცა თქვა, რომ იმის შემდეგ კომისიას ვერ მე იქ ვერაფერი ვერ დავინახე, არაფერი არ მოხდა და კეთს მოაშორეს ამისი არჩევა არ შეიძლება და აიდიდა თავიდან აზიური ეშმაკობა გამოიყენა. ხო და მერე ნუ საბჭაკი ჩაუდგა ამას, სათავეში ხა საბჭაკი მაშინ იყო ვარსკვლავი პერესტროიში გაბეს, მაგრამ თავიდანვე ვთქვით, როგორც მე მაგალითად ჩემთვის ვიყავი ახალგაზრდა წლის აშკარად ნათელი იყო. საბჭაკი გორბაჩოვის თავს არ დახევდა არასდროს.
და ბუნებრივია რომ მისი მთავარი ამოცანა იქნებოდა რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ერიდებინა თავიდან. იყო ორი რამე ნათელი. სამხედრო ოლქსა და სამხედრო ოლქს შორის ჯარების გადაადგილება, სადესანტო ჯარების გადაადგილება მთავარსარდლის ბრძანების გარეშე მოახერხებული საბჭოთა კავშირში ხრუშჩოვის დროიდან. ანუ ის რომ მედესანტეები გადმოისროლეს საქართველოში, ეს არ იყო ვიღაცა პოლკოვნიკის ან გენერლის გადასაწყვეტის საკითხი. ეს არის უმაღლეს დონეზე გადასაწყვეტის საკითხი. ის რომ მინისტრის მოადგილე ზაეცევი იმყოფებოდა თბილისში, კაიხანი მალავდნენ სხვათა შორის და ყველაფერს ცდილობდნენ რომ დაებრალებინათ რადიონოვისათვის, რომელიც იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი და ზაეცევის აკופნასაც მალავდნენ, იმიტომ რომ ზაეცევის აკופნა, ესე იგი მოსკოვის აკופნა იყო. ხო? და აი რადიონოვი, რომელიც თან ჩვენ ცეკას წევრი იყო, სარდლები ხო რესპუბლიკების ცეკას წევრებიც იყვნენ, ბიუროსი თუ რაღაცა ორგანო ჰქონდა თუ ბიუროსი. და ამასაც მალავდნენ, ისე არ უნდათ რომ მოსკოვამდე მისულიყო ეს კვალი. და ნუ აი მაშინ დაიწყო დაპირისპირება უკვე ჩვენ დეპუტაციასთან, ვინც იყო. არჩევნები რომ გაიმართა, რამდენიმე დეპუტატი იყო, რომლის გასაყვანათაც ვიბრძოლეთ იქ. და ძალიან ჭკვიანურად უყურებდით როგორ იქცევიან ბალტიისპირელები, ანუ როგორ აყენებენ საკითხს, აბსოლუტურად მომზადებული იყვნენ. ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი შეთანხმებულად გამოდიოდნენ ეს საკითხს აყენებს ის მეორეს, ანუ ეს როგორ მუშაობს ერთობლიობაში, იქ რას უჭერენ მხარს რომ იმის მხარდაჭერა მოიპოვოს, ჩვენები იყო სასწაულია. მეუბნებით რომ არ მოაინტერესებს ეს კომისია, ბალტიისპირეთმა დააყენა მოლოტოვ-რიბენტროპის გადის თემა. ვიცი რომ არ გავამარა დააყენა 21 წლის ანექსიის საკითხი. დაგვირდნენ, უნივერსიტეტში მოვიდნენ, სანამ სესია წავიდნენ, დაგვირდნენ, აი როგორ შეიძლება დაგიყენებია ეს საკითხი, არ დაუყენებია იქ არავის. ხო და ნუ ამაზე ხო უკვე დაძაბულობა იყო ჩვენს ქართულ დეპუტაციასთან, კომისიის შექმნის საკითხიც ეგიდიუს კლუმბმა დააყენა. და მერე კატუშევის გამოსვლაზე სამხედრო პროკურორის საშინელი გამოსვლა ჰქონდა 9 აპრილის კომისიის შეფასებაზე, ამ ლიტველმა დატოვა წვდომა. და ჩვენებს სანამ გუმბარიძევა არ ვთქვა საკავშირო მაგალითი, უკვე იმად ისინიც მიხვდა რომ ლიტველი გადის რა. ესენი იქისნენ. ხო და ნუ ესეთი მდგომარეობა იყო უკვე, იქ პროცესი არის დაძრული იმით, რომ ბალტიისპირელები ქმნიან ამ სამართლებრივ საფუძველს, მათი გასვლისა და ეს სამართლებრივი საფუძველი არის მოლოტოვ-რიბენტროპი და დაწოლა არის დიდი, იმიტომ რომ ამ საბჭოთა კავშირში რო გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ არის ეს, არ ყოფილა და ტექსტი არ არსებობს, დასავლურმა პრესამ გამოაქვეყნა ფოტოფირები და რაღაცა, რომ ყველა გზა მოუჭრეს ამათ და ვიძულებული გახდა რომ ეღიარებინათ ეს. მოლოტოვ-რიბენტროპი და იმითი მთავრდება და ჩვენ ჩავერთეთ ამ ბრძოლებში იმასთან რადიონოვთან, მიროდის ვის გამოეკიდა, ვირას და ამ დროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საკითხი გადავიდა უკანა პლანზე. რადიონოვი იყო დამნაშავე ზაეცევი, პატიაშვილმა ესმისერა, იმანეს მოსერა თუ იქ ეროვნული მოძრაობა რა შვებოდა, ამ კამათში შევიდა ქართული დელეგაცია იქ. პრინციპში ეს იყო რაც გარბაჩოვს აწყობდა, იმიტომ რომ თითი დაუქნია სამხედროებს, რაღაცა მიიღეს, ყველაფერი, მაგრამ ჩვენ დავჭით წაგებულები. იმიტომ რომ გამოვიდა ცუდი რამე მეორე. რომ ქართველები სამხედროებს დავეტაკეთ. ქართველებმა სამხედროები გამოვიყვანეთ დამნაშავეება და სამხედროების შემსრულებლები იყვნენ. და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ქართველებმა ავარიდეთ პასუხი, რაც მერე რუს სამხედროებთან ურთიერთობაში საკმაოდ ძვირად დაგვიჭდა უკვე 90-იანებში. და ეს იყო, ნუ, აი, ეს იყო რა ჩვენი ელიტა. საინტერესოა რა 1990 წელს იყო მცდელობა საბჭოთა კავშირის მხრიდან, მაშინ როდესაც ყველაზე სუსტები იყვნენ, რომ გადაეხედათ საკავშირო ხელშეკრულებებს. რა იყო ეს ხელშეკრულებები და რა როლი ითამაშა საბოლოო ჯამში დაშლის პროცესში? ნუ ეს იყო ასეთი რა, ხო 21 წლის 31 დეკემბერში იქცა საბჭოთა კავშირი, ახალი წლის წინ, ახალი წლის ღამეში. საბჭოთა კავშირი ვეღარც მოსკოვში დაიბარეს, დაათვრეს, რაკეთეს, მოაწერდა ხელი რსფსრ, უკრაინა, ამიერკავკასიის რესპუბლიკა.
ესენი ქმნიან საბჭოთა კავშირის აფუძნებელს. ის დოკუმენტი არაფერს არ წარმოადგენდა რა თავისთავად. მერე იქნება კონსტიტუცია, ეს კონსტიტუცია თავიდან შედარებით ისეთი იყო, რბილი, მერე იოსებ ბესარიონის 27 წლის კონსტიტუცია, მერე 37 წლის კონსტიტუცია და როდესაც ეს მოძრაობები დაიწყო და ესტონეთმა პირველმა მიიღო ეს გადაწყვეტილება სუვერენიტეტის გამოცხადების შესახებ, გარბაჩოვმა თქვა ეგეთი რაღაცა, რომ ხო ამ კონსტიტუციაში ბევრი რაღაცა არ ეწერა. აიღო მაგალითად გასვლის შესახებ მოხლე. კანონი არ არსებობდა, წერია, მკვდარი ნორმები იყო ბევრი. არავინ არ იცოდა როგორ იმიჯნებოდა უფლებამოსილებები ცენტრსა და რეგიონში, რესპუბლიკებს შორის, ცენტრ, რესპუბლიკასა და ავტონომიურ. ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირში იყო რაღაცა კანონქვემდებარე სამინისტროების დადგენილებით, ვის არს უნდა იმას აკეთებდა. ეს რაღაცა ერთიან სისტემაში იყო მოწყობილი, ყველაფერი იყო ცენტრალიზებული. დანარჩენი იყო აი მოლაპარაკებების დონეზე მათ შორის პიროვნული. ეს ლატვიელი რო გამაცნეს ყოფილი პირველი მდივანი, მე რო დისიდენტი და ლიდერი გახდა, ის მიყვებოდა მე რა, დავახლოთ ძალიან კაი კაცი იყო რა და მე თქვა ქართველები რას აკეთებდნენ შე რომ რაღაცებეო, კაცო ჩავიდოდიო პროექტებს, რაღაცა პროგრამას ჩავატარდე, ეს უნდა გავაკეთოთ ამ ქალაქში. ჩავიდოდნენ ქართველები სამი ბოთლი კონიაკი და ფული იმათ მიგონდა და პროექტები მე კემრჩებოდა. ხო და ამაზე იყო ეს ქვეყანა, გარბაჩოვმა თქვა რომ მოდი დავიწყოთ. და გავწეროთ რა რესპუბლიკებს რა დარჩება, ცენტრალურ ხელისუფლებას რა დარჩება, რაში შეგვიძლია ჩავერიოთ, რაში თითქოს ნაბიჯი იყო ფედერალიზმისკენ გადადგება, საბჭოთა კავშირი იყო ფედერაცია თითქოსებოდა. თითქოს ნაბიჯი იყო ფედერალიზმის გადადგება, შეუძლებელი იყო იმ ქვეყნის ფედერალიზაცია. ეს არ ესმოდათ საბჭოთა ხელმძღვანელობა, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ წინააღმდეგობების ჯაჭვი რუსეთის ფედერალიზაცია, აი ბევრს უყურს რომ რუსეთი რატო არის ასე აცრილი დემოკრატიაზე. ძალიან ბევრი მილაპარაკია რუს პოლიტიკოსებთან და სხვა შორის ძალიან კარგი ექსპერტები და ანალიტიკოსები ხავდათ. ძალიან ბევრთან მისაუბრია წლების განმავლობაში ამას მაინტერესებს. სინამდვილეში ძალიან ბევრი რაღაც აბსოლუტურად ლოგიკურია. იმიტომ რომ დემოკრატიულ სისტემაში ქვეყანას აერთიანებს საერთო ინტერესები. ქვეყნის სხვადასხვა მხარეებს. ამერიკის შეერთებული შტატები ისეთი არის როგორც არის. კალიფორნიას და ნიუ-იორკს ბევრი საერთო ინტერესია. რუსეთი არის უცნაური ქვეყანა. საბჭოთა კავშირი იყო, ხო? მსოფლიოს ყველა დიდი იმპერია ისე დაიშალა, რომ ვლადივოსტოკიდან კალინინგრადამდე მანქანით ვერ ჩავედი, მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე მანქანით ვერ ჩადიოდი. საავტომობილო გზა არ ქონდათ გაკეთებული. რკინიგზაც სანამ ბამს გაიყვანდნენ, ჩინეთზე გადიოდა. წარმოიდგინეთ, ეს უზარმაზარი, თან რომელი უზარმაზარი რეგიონი საერთოდ მთელი სიმდიდრე მოგაქა. ის აბსოლუტურად მოწყვეტილია. მას არ გააჩნდა საერთო ინტერესები მოსკოვთან და მე შეხვედრივად პოლიტიკოსებს, ციმბირელ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსკოვს ბევრად უფრო უარესად უყურებდნენ, ვიდრე მე უყურებდი. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს კოლონია არის. და ეს არის მეტროპოლია. იმიტომ რომ მთელი სიმდიდრე მიდის აქედან და სურათები აქვს ნანახი რა პირობებში ცხოვრობდნენ იქ ხალხი და საქართველოს ივანსთან შედარებით არ ვიცი ბუნაკო და ის იყო. და ისინი ვერ მოგწონდნენ იმას, რომ შეუძლებელი იყო ამისი შენარჩუნება. და როგორც კი წავიდოდა დემოკრატიული პროცესი, უბრალოდ მოხდებოდა ამ ინტერესების, განსხვავებული ინტერესების წარმოჩენა. და პლუს იყო ეს ეროვნული საკითხი, ხო? პლუს იყო შიდა წინააღმდეგობები. უკრაინაში, რომელიც ორი აბსოლუტურად განსხვავებული ერთერად ორი განსხვავებული ნაწილი იყო. ერთი ნაწილისათვის, ნახევრისათვის კატოვსკი არის გმირი და ბენდერა არის ფაშისტი. მეორე ნაწილისათვის ბენდერა არის გმირი და კატოვსკი არის ბანდიტი. ხა ჩვენ ქართველებს ისტორიაზე ერთიანი შეხედულება გვაქვს. დავით აღმაშენებელი ყველასთვის გმირია, თამარი ყველასთვის გმირია, ხო? ყორღანაშვილი ყველასთვის მოღალატეა. იქ ერთისთვის ყორღანაშვილი დავით აღმაშენებელია, მეორესთვის დავით აღმაშენებელი ყორღანაშვილია.
და ეს დიდი წინააღმდეგობა ბევრგან იყო ეს წინააღმდეგობები სხვადასხვა რესპუბლიკებში და ვერ დაიჭირეს. უბრალოდ როგორც კი ეს პროცესი წავიდა და დაიწყო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ბალტიისპირეთმა თქვა ვარი ჩვენ აგვირჩიეს თუ არა უზენაეს საბჭოში ეგრევე გავაგზავნეთ წერილი გარბაჩოვს და უთხრეთ არა ბალტიისპირეთი ლიტვა საერთოდ დაემუქრენ და პრეცედენტო ამბავი მოხდა რომ ლიტვას უთხრეს რომ 3 დღეს გაძლევ ლიტვა დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა 11 მარტს უთხრეს რომ 3 დღეს გაძლევთ ახლა ხელს რომ აღიარებთ საბჭოთა კონსტიტუციას და დამოუკიდებლობაც ვარ სამოს ლანდვერგისა პასუხი არ გაცადა ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ეკონომიკური ბლოკადა შემოიღეს ლიტვას იყო სრული შოკი რომ აი საგიჟეთი იყო რა შენ ტერიტორიის ნაწილზე ეკონომიკური ბლოკადა სანქციები გამოუცხადეს ლიტვას რა არაფერი არ გაჭრა პირიქით არაფერი არ მოხდა რა ამითი მაგრამ ნუ სასაცილო მდგომარეობაში იგდებდნენ თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებდნენ თავს და როდესაც ეს სამოკავშირეო ხელშეკრულება დაიწყო მუშაობა ბალტიისპირეთიდან ჩვენ არ ჩავდივართ სხვა რესპუბლიკები უყურებენ ამ პროცესს აი ხდება მე წლები რო გადასმითხრეს რუსებმა რომ თქვენი ბრალი იყო ყველაფერი ჩვენ რაღაცაში ვართ კაცო ბალტიისპირეთი არ ჩამოვიდა ჩვენ შეჩეული ვიყავით იმას ვიცოდით რომ ბალტიისპირეთი არ ჩამოვიდა და სხვა რესპუბლიკები მათ იცოდნენ აი თქვენ რო არ ჩამოხვედითო ყველაზე პატარაო თითქმის რესპუბლიკაო იქო შუა აზიელ ბაებს გაუჩნდათ უკითხო რომ თუ ეს პატარა საქართველო არ ჩადის და მას ვერაფერს ვერ უშვებიან. მე რომელსაც ხალხჯერ მეტი მოსახლეობა მაქვს, ჯერ მე ტერიტორია, ნავთი მე მაქვს, გაზი მე მაქვს. მთელი ჩემი ქონებით ვაჭრობენ ეს საკავშირო. თუ ამას ვერ უვლიან, მაშინ მე რაში მჭირდება ეს ცენტრი. თან პლუს შენ მიეცი ტელეფონი, ხო? ანუ საქართველოს კავკასია იყო ეს პატარა ვიწრო ხელი არის ტელეფონი რომელსაც მთელი ეს შუა აზია რომელშიც წარმოვიდგინოთ ეს არის ბოთლი ახალხია ნავთი გაზი უნებრივი აირი უამრავი წიაღისეული და ეს უნდა წავიდეს აგერავი ვიწრო ხელი და შენ ხარ საცობი რომელიც ხარ ბოლოში ვიცფლობს ამ საცობს ის აკონტროლებს ამას ყველაფერს ჩვენ არ ჩასვლა გამოიწვია ეს პროცესი როგორც რუსები მე თვითონ მეუღლებოდნენ წლების შემდეგ გამოიწვია ეს პროცესი რომ კითხვები გაჩნდა იქ ამ კითხვას ნაზარბაევი ცვავდაო რომ იქ რა ხდება კაი ბალტიისპირეთი გავიგე ამერიკელები გვაწევიან ეს აქ რა ხდება ამაზე ვერ ჯერო თავიდან ეუბნებოდნენ რომ ყველაფერი კარგად იქნება კაცო მოაწერენ საწავლენ და აღმოჩნდა რომ არ აწერენ არაწერენ ხელს და ერთიც მოხდა რომ ივნისი იქნებოდა სადღაც 91 წლის არადოს არ მოხდა ეგეთი ფაქტი გორბაჩოვთან შეხვედრა გორბაჩოვთან ნოვოაგარევაში რესპუბლიკის პირველი პირების შეკრება უნდა გამართულიყო ნუ ჩვენ და ბალტიისპირელები არ მივდივართ გასაგებია ნაზარბაევმა შეკრიფა ხუთივე შუა აზიის რესპუბლიკა შეიკრიფა ალმატაში ანუ პირველად დაფიქსირდა ასეთი რეგიონული რაღაცა საერთო ინტერესი. და ისინი იქიდან ჩაფრინდნენ მოსკოვში. ანუ უკვე ანახეს საკავშირო ხელმძღვანელობას, რომ ეხლა ეს უკვე ის მომენტი აღარ არის, რომ შუა აზიაში რასაც ჩაძახებ, იმას ამოგძახებენ. მანამდე ესე იყო. ყველაზე მორჩილები, ყველაზე წყნარები, ყველაზე მშვიდები, ყველაფერზე თავს უკრავდნენ. მომენტი დაიჭირეს ხუთივე ერთად შეიკრიფა რაღაცაზე მომეპარაკ და ჩალაგდნენ. მოსკოვში და ამას ეს ყველამ დაინახა. ეს ყველამ დაინახა, რომ იქ რაღაცა სხვა თამაში იწყება, ანუ ამასაც გაუჩნდა ინტერესები. ნუ იქ უკრაინა, უკვე და უკრაინაში ეს ძლიერი მოძრაობა, რუხმა არჩევნებში ბევრი ხმები მოიგროვა, 25-30% გაიყვანა. იქ უკრაინაც იწყებს უკვე საუბარს დამოუკიდებლობაზე, არა და ეხლა აქ კი არის ზვიად გამსახურდია, მაგრამ უკრაინას ხელმძღვანელობს ცეკას იდეოლოგიური მდივანი იყო კრავჩუკი. სულ კომუნისტები არიან ყველგან დანარჩენი. ჩვენთან არ არიან, სომხეთში არ არიან. ნუ სომხეთი დაკავებულია ყარაბაღის პრობლემით. ჩვენთან არ არიან, იქ არ არიან და ამის შემხედვარეო რუსები მე ამას მეუბნებოდნენ და მეუბნებოდნენ ახლა ჟურნალისტები არა, მეუბნებოდნენ ის ხალხი რომელიც იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ანალიტიკოსები, რომლებიც მზადებდნენ ამ დოკუმენტებს.
ჩვენ ეს ყველაფერი შევამჩნიეთო, დავინახეთო თქვენს გამო ამ განწყობების შეცვლა. ჩვენს გამო განწყობების შექმნა, იმიტომ რომ იქ ერთი შეეკითხა, რომ საქართველოსზე რა ხდება, მეორე შეეკითხა, საქართველოსზე რა ხდება, პანდისპირეთი ხო, მაგრამ სიჩუ თავიდან ისე აგდებული საუბარი იყო, აგდებული პასუხები იყო და მერე მოიცა კაცო ახლა ეს აგდებული აწერს თუ არ აწერს. და როგორც კი გაირკვა რომ არ აწერს, ამან უკვე სხვა პროცესი დაიწყო. ანუ ბალტიისპირეთის გასვლა ეს ერთი პროცესი იყო, ბალტიისპირეთი ეს ერთი პროცესი იყო და ჩვენ უკვე დავიწყეთ სხვა პროცესი, რომელიც უკვე შლიდა ასე ვიტყოდით ძირძველ საბჭოთა კავშირს, აი ფუნდამენტს საბჭოთა კავშირისა, იმიტომ რომ ბალტიისპირეთი მაინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მოლოტოვ-რიბენტროპის აქტით და კიდე რაღაცა და ჩვენ დამფუძნებლები ვიყავით. ძალიან საინტერესოა. ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი, რომ რა თქმა უნდა ჩვენს მიმართ დაპირისპირება გაზარდა. როგორ მივედით რეფერენდუმამდე? ნუ იქ მთელი რიგი მოვლენები არის. მოსკოვში იწყებენ და ვერ ანვითარებენ ამ ახალი ხელშეკრულების პროცესს, ახალი სამოქალაქო ხელშეკრულების პროცესს. ძალიან რთულად მიდის. მერე ხდება ვილნიუსის მოვლენები, როდესაც ტანკები შეიყვანეს. ანუ მოინდომეს რომ რა მოინდომეს ვერ გავიგე, იმიტომ რომ მე იმ საღამოს გავფრინდი და მირეკეს იქიდან და ლანდსბერგის თანაშემწე და ჩავფრინდი და ჩემი თვალით ვნახე რომ მსგავსი სულელი არაფერი არ მენახა. რაც აკეთებს დაიტაკნენ ტელეცენტრი აიღეს და მერე გაჩერდნენ, სადაც ყველა ცუდი რამ ეკნეს რა. ტელეცენტრში მოარტყეს ალყა, შევიდნენ აიყეს, მერე აღარაფერი აღარ განაგრძეს. იქ გაიმართა დიდი შეკრება სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარების, ევროპის ქვეყნებიდანაც იყვნენ ჩამოსულები. ლანდსბერგის მარათონღაც მე დამდო პატივი და მე წამოყვანა ის შეხვედრა, ამაზე ცოტა რუსები გაბრაზდნენ. რუსეთიდანაც იყო დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები ჩამოსული და ეს ამბავი სრული ფიასკოთი დამთავრდა, სხვათა შორის ლანდსბერგის შეხვდი მაშინ ველაპარაკე შენობაში და გარბაჩოვს ურეკავდა. რუსეთის ჯარები შემოვიდნენ. აი, იქიდან უპასუხეს, რომ ისაო ძინავსო და არცალიაო. და მაშინ ცოტა მწარეთ უთხარი ლანდსბერგის, იმიტომ რომ ადრე გააკრიტიკა მან 9 აპრილის გამო ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები, რომ ვერ დაიცვესო მოსახლეობა რუსების შემოსვლის სამხედრო ოპერაციის გამო. ძალიან რადიკალები იყვნენ, ხო ცდილობდნენ უფრო ისეთები გამოიჩენდა. ეხლა როგორ არის საქმე მეთქი? აგარჩუნდა არაფერი არ უთქვია. ეხლა როგორ არის მეუთხარი მივხვდი, რომ შენზე და ჩვენზე ხანდახან არაფერი არ არის დამოკიდებული, რასაც იმპერიას ეჭიდავები. ხო და ამის შემდეგ 16-ში მოსკოვში შეიკრიფენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაენიშნათ რეფერენდუმი, საკავშირო რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე. ტექსტი იყო ძალიან უცნაური, რომ ხარ თუ არა მოხდა რომ შენარჩუნდეს რაღაცა, განახლებული ხელშეკრულებით 5 საკითხი იყო ერთში გაერთიანებული სიამდვილეში ერთიანდებაში. ბალტებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ლიტვა ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. აი რუსულად იყო опрос населения, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც არ არის, სოციოლოგია არ იყო ეს, ანუ ყველა უნდა გამოკითხულიყო, მაგრამ რეფერენდუმს ვერ ბედავენ. ახლა რეფერენდუმს შორის განსხვავება, რეფერენდუმს კანონით ძალა აქვს. ისინი ყოველთვის ძალიან ფრთხილები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს საკმარისი იქნებოდა. თანახმად უცნაური სიტუაციაა, ხო? ლიტვას და ლატვიას გამოცხადებული აქვს დამოუკიდებლობა, ლატვია მერე გამოაცხადა და რეფერენდუმ ამ გამოკითხვას მერე ატარებენ. ჩვენ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რომ განსხვავებით ამ ლიტვა ესტონეთიდან ჩვენ ნაციონალიზმს გვაბრალებენ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონფლიქტი გვაქვს, საშინელი ინფორმაციები გადის. საქართველოზე არაფერი არ გადიოდა კონფლიქტების გარდა გარეთ ინფორმაციები. ამაზე ეს პროქსი ომი იყო ჩვეულებრივი, საინფორმაციო ომი მიდიოდა, პროქსი ომი მიდიოდა ამ ბანდფორმირებებით ქვეყნის წინააღმდეგ
და საინფორმაციო ველში საქართველოზე მხოლოდ ნეგატივი არის. აი თუ ვინმე ჩამოვა და ჟურნალისტი და გაარღვევ რაღაცა საინფორმაციო სივრცეს და გააძვრენ ინფორმაციას კარგია, თუმცა მოსკოვში რო ჩადიან იქ ხდებიან იქ ძალიან სერიოზული ხალხი ქართველები მუშაობდნენ ამ საინფორმაციო სივრცეში და ისინი ბევრ რაღაცას ბლოკავენ და ბევრ რაღაცის რეტუშირებას ახდენენ ჩვენ საწინააღმდეგოდ. ომი მიდის და ამ დროს თებერვალში ვიღებთ გადაწყვეტილებას, ზენაეს საბჭოზე შევოდის საკითხი, რომ ჩვენ ჩავატაროთ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. ჩვენ ეს გვჭირდება ყველა კუთხით. ერთი რომ საინფორმაციო ველი უნდა შევცვალოთ, ანუ ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით ეს, მეორეც განსხვავებით ბალტიისპირეთისა ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული ბაზა ამ დამოუკიდებლობის დასადასტურებლად, რომ ჩვენ ამისი ღირსი ვართ, ჩვენ ამისი საფუძველი გვაქვს და რეფერენდუმი გვჭირდება. და ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი, რაც იმ ხელისუფლებას საერთოდ გადაუდგავს, იმიტომ რომ ჩვენ 18-21 წლის დამოუკიდებლობას არავის არ ახსოვდა. და ამას არ განიხილავდნენ როგორც პოლიტიკის ფაქტორად განსხვავებით ბალტიისპირეთის რესპუბლიკების იმოწლიანი დამოუკიდებლობისა, თორე ესტონეთს 1918 წელს ცხოვრებაში სახელმწიფო არ ქონია. მაგრამ ეს იყო რა. რო ეს 20 წელი ქონდა და ჩვენთვის ეს რეფერენდუმი არის გარღვევა, მართლა გარღვევა იყო. თავიდან ძალიან დაიძაბენ მოსკოვში, ფიქრობდნენ რომ როგორ შეეშალათ ხელი რანაირად და ჩვენ არ დავუშვით საკავშირო რეფერენდუმი ჩვენს ტერიტორიაზე. აფხაზეთში ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი რას ნიშნავს? საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე 17 მარტს იყო საკავშირო რეფერენდუმი დანიშნული საბჭოთა კავშირის შენარჩუნება. ჩვენ დავნიშეთ 31 მარტს. ეგ კარგი იყო რომ მე დავნიშეთ. სხვათა შორის ბევრი ბრალდება იყო რომ ზვიად გამსახურდი ამ თავის დაბადების დღეს დაამტყვია რეფერენდუმი და ტყუილია ეგ ამბავი. ზვიადი არაფერ შუაში არ იყო რომ ესაც რეფერენდუმი დავნიშნეთ CSKO-ს. 24 მარტს უნდა ჩატარებულიყო. ერთი კვირის თავზე საკავშირო რეფერენდუმისა და CSKO მოვიდა და გთხოვა ერთი კვირით გადაწევა, იმიტომ რომ ვერ ასრებდა და ვახტანგ ხმალაძე იყო CSKO-ს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც მოითხოვა ეს ამბავი. სულ არის თუ ზვიადის დაბადების დღე რო გადაიწია ეს რეფერენდუმი ერთი კვირა და დაემტყვა გამსახურდი აფრიშობაში. მაგრამ ხო ესეც იყო პროპაგანდის თემა იყო, კონტრპროპაგანდის უბრალოდ და ამზადებოდით ამ რეფერენდუმისათვის უცხოელები ფაქტობრივად არ ჩამოვიდნენ დამკვირვებლად. არ აინტერესებდა თუ არც იცოდნენ? არა იცოდნენ, როგორ არ იცოდნენ, მაგრამ ჯერ კიდე ეს მუშაობს. თან არ არიან დარწმუნებული რეფერენდუმი საქართველოში გაიმარჯვოს, იმიტომ რომ იქ უმცირესობის როლი, იქ შიგნით ზვიადის პრობლემები აქვს ოპოზიციასთან, ეს კომუნისტები ამბავი. და მთავრობა დარწმუნებული იყო რომ გაიმარჯვებდა? დარწმუნებულები ვიყავით. ჩვენ ხო დავდიოდით ქუჩაში და ვიცოდით განწყობები. ვიცოდით განწყობები, გარდა ამისა, საქართველოს ჩვენ მაინც ემოციური ხალხი ვარ და ეს დამოუკიდებლობის იდეა რომ დაინახეს იქ ბალტიისპირეთი, იქ ეს ჩვენთანაც ეს დიდი აღდგინება იყო რა. აი ჩვენ არ გვეპარებოდა ჩვენ გვეშინოდა რა ფაქტორების, ხო? გვეშინოდა იქნება აფხაზეთში ძალიან მაგრად ჩატარდა აფხაზებაც მიიღეს მონაწილეობა. იმიტომ რომ აფხაზეთში ქართველები იყვნენ 57%. 71%-მა მიიღო მონაწილეობა აფხაზეთში. 90%-მა დაუჭირა მხარი. ანუ არაქართველებიც მიიღეს, აფხაზებიც მიიღეს, ნამდვილად ვიცი სიტუაციები, როდესაც გულდაუთაში არ გახსნეს ყვარჩელში აფხაზებმა ისინი რა ქვია უბნები. გადმოდიოდნენ იქიდან და მიუწიათ ხმა. ვიცი დანამდვილებით ეს ფაქტი. მაგისი გვეშინოდა ხო სამცხე-ჯავახეთის საინტერესო იყო ხო სომხეთის პარლამენტმა დელეგაცია გამოაგზავნა დამკვირვებლებად რა. რას ვიზამით ახლა წავედით რესტორანში წავედით რაღაცები და მე მივედი გამსახურდიასთან და უთხარი რომ მეთქი მოდი ესე გავაკეთოთ მე ამათ ვთხოვ მეთქი რომ დელეგაცია ორად გაიყოს მეთქი. ნახევარი დარეგისტრირდეს დამკვირვებლად, ნახევარი მოიხსნა სტატუსი და წავიდნენ იქ და დაგვეხმარონ მეთქი რა. ხო და 2 დღით ადრე რეფერენდუმი ისე ამ ჩამოვიდნენ 13 დღე ჩამოვიდნენ. რაღაცა რომ დავჯექით ფრაზა უთხარი რომ მეთქი ეგეთ თხოვნა გვექნება მეთქი რა.
რომ მესმის რომ დამკვირვებლად ხარ ჩამოსული, მაგრამ ბიჭებო დახმარება გჭირდება, ამბავია და ჩვენი ცოტა გვეშინია. ჩაკეტილი ზონა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხო ვერ შევდიოდით ის ხო რა ქვია. სასაზღვრო ზონა იყო და 1 წელი ასულ გაიხსნა და რაღაცა და კონტაქტები ბევრი არ არის, ინტეგრირება არ არის, რუსის სამხედრო ბაზა დგას რაღაცა და ეგრევე დაილაპარაკეს ერთმანეთში. და სამი კაცი მოიხსნა, წავიდა და მართლა სოფელი არის, მართლა სოფელი და 78% ჩამოვიდა, ნინოც მინდა ახალქალაქიდან, ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო. მან გვეშინოდა, ეგ იყო სამაჩაბლოსით ჩატარდა რეფერენდუმი ყოფილ სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის ოლქში, იქაც ქართველებაც მიიღეს მონაწილეობა და ნაწილობრივ ცოტა ოსებმაც. თუმცა ხო თავად ცხინვალში არ ჩატარდა და ჯავაში რეფერენდუმი. უსლაურშის ნაწილში, რომ ცხინვალის რაიონში ნაწილში ჩატარდა. მაგრამ შედეგი იყო ძალიან მაღალი. დამკვირვებლები ერთი ამერიკელი იყო ჩამოსული სენატმა გამოუშვა, ოფიციალურადაც არ იყო გამოსული სენატის თანამშრომელი იყო, მაგრამ იქ მოხდა ერთი ინციდენტი ესეთი, რომ მე დავყვებოდი ამ კაცს ახლა მეთქი. მივედით უნივერსიტეტში საღამოს, უბანი იყო, ეს ნახევარი იყო. ოღონდ იკეთებოდა უკან. შევით არაფერი არ ხდება, ხიარული განწყობა რაღაცა და დაათვალე რა ყველაფერი მოეწვა და დამიწახა ერთ თვეოდი აქა ნახეო 5-ზე რა ხდება. შევხედე და პლომბი უნდა ედოს, პლომბი იყო აგლეჯილი. გული გამისკდა, მაგრამ აი მე ვთხარი, გადავყაროთ მეთქი რა და გავაუქმოთ. გამოჩერა არა. რატო მეთქი და რო შემოვედითო ირაკლი პლომბიდო. და ჩვენ რო შემოვედითო, ჩვენ დასანახად ახიეს. და მიჩვენა ვინც გააკეთა. ვინ არიანო ეს ბიჭებიო? ეს იყო რა რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფერენდუმზე აზრი ერთიანი იყო, ეს მაინც გადაპირისპირება რაღაც მომენტებში თამაშობდა ხოლმე როლს. ასეთი რაღაცას მოუხდარი არის, მაგრამ კაი კაცი აღმოჩნდა ეს ამერიკელი, ოღონდ მითხრა რომ აქ უნდა დავრჩეთო, ანუ ხვის დათვლაზეო და ისო, ვთქვი დავრჩეთ შეგაც. ოღონდ შენს არ გამოვუქმები რომ ეს 2000 ხმა. კიდევ ამ გული ინფარქტი მივიღე. დავრჩეთი გადმოყარა, დაითვალა ის, ასლაპარაკობ რამოს როგორ გაგაუქმებთ. მე კი მითხრა ცოტა მერე. დაულიეთ და რაღაცა, მაგრამ ასეთი ფაქტებიც იყო სამწუხაროდ. ეს იყო ჩვენ თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და შეგვიძლია შევაჯამოთ რა პოლიტიკური შედეგები ჰქონდა ამას და დღესდღეობით რა დღემდე რა მოგვიტყვა. საქართველოსთვის ამას უდიდესი შედეგი ჰქონდა. ცოტა ხანი არა, კაი ხანი ჩვენ მოვახდინეთ, ჩვენ შევატრიალეთ დამოკიდებულება დასავლეთში. ამის შემდეგ იხსნება რაღაცეები, ანუ ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც საკმაოდ კარგი შეხვედრები ჰქონდა. ჩამოდის აქ ნიქსონი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მოსკოვში გარბაჩოვს შეხვდა და ვერ უეცრა თბილისში ჩამოგვადგა. ჩამოდის რიჩარდ პაიპსი, რომელიც ახლა შეიძლება არ ჩათვალო ეს, რადგან საქართველოსთვის იმ მომენტში დიდი ამბავი იყო პაიპსი, ერთ-ერთი დიდი სოვეტოლოგი იყო და სხვადასხვა ერთმანეთს და მეორემან ძალიან კარგი ინფორმაციები ჩაიტანეს აქედან და ახლა იმათ ისინი სამოგზაუროდ არ იყვნენ ჩამოსულები, მათ უნდა რეკომენდაციები გაეწიათ და ერთმანეთს და მეორემან თანამდებობებით ვიცი რომ ძალიან კარგი ინფორმაციები ჩაიტანეს ოპოზიციასაც შეხვდნენ პოზიციასაც ყველაფერი ასე ვთქვათ ნახეს საკუთარი თვალით, მათ შორის ის ნიქსონმა პირდაპირ გითხრა რომ თქვენ პირველ რიგში შიდა პრობლემები გაქვთ მოსაგვარებელი ამერიკაში ჩავიდა, ესეთი განცხადება გააკეთა რომ გაანებეთო რა ქართველებს წავიდა გამსახურდიას გაანებეთო რა თავიო რა, ბევრად რთულ პირობებში უწევთ ცოლა ვიდრეო პალდეისპირელებსო რა. და ეს ნარატივი უნდა შეიცვალოსო. თქვა მან ეს ამბავი პაიპსმა არ ვიცი რა თქვა, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ლობირებდა ჩვენ საკითხებს იქ ამერიკის პოლიტიკურ წრეებში და ეს იყო პრობლემა მეორე მხრივ ხო ვფიქრობთ რა პრობლემაც იყო მოსკოვში შევარდნაძე იჯდა და თბილისში გამსახურდია და ისინი დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან და
მე ხლა ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ შევარდნაძე მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგ. პირიქით შემეძლია ვთქვა, რომ როდესაც უზენაეს საბჭოს არჩევნები მოხდა, მაშინ იწყებოდა ის ლიტველები, რომ მუშაობდნენ პარიზში კონფერენციაზე მოსახვედრად. ლიტველები ვერ მოხდნენ, ქართველები მოხდით. როგორც და არა როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილი, არამედ როგორც საბჭოთა კავშირის დელეგაციის სტუმრები. ან რაღაც საშუალო შევარდნაძემ გააკეთა. ესეც იყო, ასე ვთქვათ. და აქ იყო თან მუდმივი შიშიანობა, რომ შევარდნაძე იქ არის და რაღაცებს გავიკეთებს, მოკლედ და ამ დროს ეს რეფერენდუმის თემა გარემოს ცვლის მთლიანად. ანუ რეფერენდუმი უკვე ისეთ ვერავინ ვერ თქვა, რომ ეს ამ რეფერენდუმზე შედეგი არ ყოფილა, ანუ არასწორად ჩატარდა, ეხა ოფიციალური პირები არ გამოუშვეს, მაგრამ ჟურნალისტები სავსე იყო უცხოელი ჟურნალისტები და ისინი აკვირდებოდნენ ამას ყველაფერს, რომ ეს მართლა ასე ჩატარდა რა. ამას უკვე ვეღარავინ, ეს უკვე ფაქტორი გახდა საქართველოსთან მიმართებაში, პოლიტიკის ფაქტორი გახდა. არავის არ ჩაუტარებია რეფერენდუმი და რეფერენდუმი შენ უარყო, რაც ვინც არ უნდა იყო, რაც არ უნდა ამერიკა. ამისი უარყოფის თავი და ამაზე ანგარიშ არ გაწევის უფლება და საშუალება არავის არ ქონდა და ძალიან საინტერესოა გაეროში ჩვენი მიღება ყველა საბჭოთა რესპუბლიკის სამი ვალდისპირეთის გარდა ვალდისპირელები სექტემბერში მიიღეს გაეროში სამი ვალდისპირელების გარდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკის მიღება ხდება როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგი საქართველოს მიღება მოხდა რეფერენდუმის 31 მარტის ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვაღიარეს არა როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ამას შეიძლება ახლა ვიღაცა ფიქრობდეს რომ ამას არანაირი ყველა ყოველთვის მნიშვნელობა ღმერთთან უნდა აყენოს ეს მომენტი რომ ეს პატარა ფაქტი გამოსაყენებელი გაგვიხდეს მაგრამ თუ ოდესღაც დაგჭირდა ესეც გექნება როგორც ფაქტორი იმისა რომ ბელოვესკაია პუშჩაში სამი კაცის მოლაპარაკების შედეგად დაშლილი საბჭოთა კავშირის გამოარხა შენ დამოუკიდებელი. და ეს საერთაშორისო დოკუმენტებში არის დადასტურებული. ამიტომ ამ რეფერენდუმმა მართლა უდიდესი როლი ითამაშა, დამოუკიდებულება შეიცვალა საქართველოს მიმართ რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე სრულიად სხვანაირად და რომ ჩავდიოდი ხოლმე სამალ ბალტიისპირეთში იქნებოდა ეს მოსკოვში ვიღაცებს უცხოელი საგარეო კომიტეტში მუშაობდნენ. პარლამენტის და ვერთან მქონდა ურთიერთობები უკვე გაიხსნა ეს ურთიერთობებიც. მე მახსოვს რომ ავგვირჩიეს რაღაცა წერილი იყო გასავრცელებელი რომელიც ჩვენო საშუალება არ იყო. ერთ-ერთი საშუალება იყო ავტიქის წერილები ავიღე. აი ესე 40 ადგილას უნდა მივეტარო და 3 დღე საელჩო დავრბოდი. მე და ირაკლი ჩუბინიშვილი მე რომ მოსკოვში როელჩი იყო. მე რა ირაკლი დავრბოდით და აი ესე ხელში მივდიოდით საელჩოში ვრეკავდით ვინა ხართ რა ხართ ვეუბნებოდით რომ ვინც ავართ რავად საქართველოსთან პარლამენტიდან აი ესენი ვართ და ასე ვაძლევდით ხელში წერილებს. ანუ არ დიპლომატიური სამსახურება ვალდისპირელების განსხვავებით რომელსაც უზარმაზარი ხარდაჭერა აქვს და ელჩები უზით დედაქალაქებში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირია. აი ასე ხელიდან ხელში ვაწვდიდით და თან ბოლომდე არ მქონდა კიდე იმის იმედი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს კლერკი მიუტანდა ელჩს გადასცემდა თუ არა და მე დავბრუნდით იმაში წარმომადგენლობაში ჩვენსაში მოსკოვში და იქიდან ვრეკავდით უკვე და ვცდილობდით გაგვერკვია ელჩამდე მივიდა ეს დოკუმენტი თუ არ მივიდა. და მე შეიცვალა ეს დამოკიდებულება უკვე და დაიწყეს საელჩოების დელეგაციები ჩამოსვლა იქ მოსკოვში ჩადის ბეიკერი და ბეიკერის და გამსახურდია შეხვედრა იმართება ანუ თვისობრივად უკვე სრულიად სხვა დონეზე გადავიდა რეფერენდუმის შემდეგ სხვანაირად შემოქმედეს ევროპელებმაც და ამერიკელებმაც და ეს ყველაფერში ეტყობოდა ეს ეტყობოდა ჟურნალისტები რომლებიც ჩამოდიოდნენ იმათ დამოკიდებულებაში დელეგაციები რომლებიც ჩამოდიოდნენ და იმატა დელეგაციების რაოდენობა არ იყო ეს ოფიციალური დელეგაციები მაგრამ საინტერესო ხალხი ჩამოდიოდა ის ხალხი რომელსაც ინფორმაციები უნდა მიეტანათ იქ პირველი პირებისათვის რომ რამდენად სერიოზული იყო ეს მოსკოვში იმ აზრის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეს აი
რაღაცა ემოციური აღკინება არის და დისიდენტი გამსახურდია და ხო და თავისუფლებული იდეებია და რაღაცა და რეფერენდუმი ეს ყველაფერი დაანგრია აბსოლუტურად და მეორე მხრივ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან დიდ პროცესს დაუდო სათავე ეს იყო საერთაშორისო კავშირის დაშლის მეორე ეტაპი ფაქტობრივად რომ ესაც რღვევა წავიდა უკვე ამ სამი ბალტიის რესპუბლიკის გარეთ რღვევა წავიდა დამფუძნებლებში და იქ სომხეთი სხვანაირად იყურება უკვე აზერბაიჯანიც, უკრაინაც იწყება ძალიან საინტერესო პროცესი რესპუბლიკებს შორის ერთმანეთთან ხელშეკრულებების დადების. სადაც ეს რესპუბლიკები ერთმანეთის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ცნობენ. საქართველოსთან მიმართებაში იყო ეს პროცესი, ხა სხვა რესპუბლიკებს შორის შიგნითა გაურთიერთობაში რა ხდებოდა ვერ ვიტყვი აღარ მახსოვს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ეს იყო ჩავიდა სომხეთის პრეზიდენტიც, ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელშეკრულება, უკრაინასთან გავაფორმოთ ხელშეკრულება, ბევრი რაღაცა ხდება და რეფერენდუმი არის ყველაფრის ამისი სათავე, რა თქმა უნდა. რეფერენდუმის გარეშე მე არ ვიცი რა იქნებოდა ახლა საბჭოთა კავშირი გადარჩებოდა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს პროცესი რომელიც წავიდა თვითგამორკვევის უკვე რესპუბლიკების ამ რეფერენდუმმა ყველას დაანახა ერთი რომ საქართველოს უკან აღარ დაიხევს ეს ამ პირველი მდივნებისთვის და იმ შუააზიელი ბეგებისთვის და ბეიებისათვის გახდა აბსოლუტურად ნათელი. და ეს იყო მათი შანსი, მან დაინახეს შანსი, რომ აი ეს დერეფანი ეს არის მათი გასასვლელი ცივილიზებულ სამყაროზე, რომელთანაც ჭირდებოდათ მათ ურთიერთობა იმისათვის, რომ თავიანთი დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ და უეცად ახლა აი ამ ტიპებმა უეცად დაინახეს, რომ რაღაცა მივცე ის ნავთობი და გაზი რულს კაცო აგერ მეკავხედი და მეტამრჩება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო ამ რეფერენდუმის შემდეგ ხდება ყაზახეთში ჩადიან ამერიკელები და ყაზახური ნავთობის ხელშეკრულებას შეთანხმებას უნდა მოეწერო ხელი და ყადარბაევმა გადადო. და უკვე დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ პირველივე წელს აწერს ამას. რღვევის პროცესები წავიდა. ხო, უკვე ანუ ყველანი მიხვდნენ იმას, რომ ეს აღარ გაჩერდება. ყველა ხედავს, რომ საქართველოს უკან რეფერენდუმის შემდეგ ბრუნება უკან შეუძლებელია, ხო? ნუ ეხლა თან გამსახურდია ის. ამან სუსხვა ატმოსფერო შექმნა, ამიტომ ამ რეფერენდუმი არის ფასდაუდებელი. არა მარტო ჩვენი თავისუფლებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ევროპულ რესპუბლიკას შეძლო აი ამ ვითარებაში უკვე პოზიციის დაკავება და აი ამ მოწოლის შეკავება, რომელიც მოდიოდა ცენტრიდან, რომ ახალ სამოკავშიროს მოვაწეროთ ხელი და იმდენად აეჭრათ სიტუაცია, რომ მერე პუჩის მცდელობა არის, ხო? 18 აგვისტოს უკვე მოსკოვში გადატრიალებას გეგმავენ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ გარბაჩოვი აცხადებს, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ და არავინ არ იცის ამ ხელს ვინ აძლევს. აი სამბალტიისპირეთი რო არ აწერს, გავიგეთ, საქართველოს არ აწერს, მარტო საქართველოს არ აწერს, ამაზე პასუხი ახარ ჰქონდათ მოსკოვში. ეს გეუბნები პირველი პირებისგან გიყვები ახლა ამას, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში. და ფაქტიურად უკვე დაშლილი არის. ანუ ვერ აკოწიწებს ამას და ნუ აი ეს ბოლომცდელობა გორბაჩოვი ვერ აკოწიწებს, მე ამათ სამხედროებს და ამათ ბოლომცდელობა აქვს კგბ-ს რომ პუჩის მეშვეობით გააკეთონ, მაგრამ ისიც აბსოლუტური პაროდია იყო პუჩისა და გადატრიალებისა, რაც მოახდინა. ამის შემდეგ უკვე ნათელი იყო, რომ დაშლილია ეს ქვეყანა იმპერია დაშლილია. ამიტომ რეფერენდუმმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. აი კიდევ ერთხელ მან სრულიად სხვა პროცესს დაუდო სათავე საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. სრულიად სხვა რამე გააკეთა მან. ბალტიისპირეთი გასული იყო და უცოდ ყველამ დაინახა, რომ 12-ის ერთობაც არ გამოდის. 12-ის ერთობაც უნდა გამოვიდა, არ გამოდის, მაშინ რატო 11 და არა 9? რატო 7 რა ეს გზაზე მიდის 5 კაცი ბავშვობაში ის რათა 5 მაშინ რამდენი 7? ახლობით ასეთ სახე მიიღო. ამიტომ ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, და ყველაზე მაგარი ნაბიჯი, რაც საქართველოს ხელისუფლება მაშინ გადაუდგით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 17 საათზე ჩვენს YouTube გვერდზე. გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა.